წარმოიდგინეთ ნიუ-იორკი ამ წუთში. 30 მილიონი ადამიანი მანჰეტენის ქუჩებში. ცათამჯენები, რომლებიც ღრუბლებს აღწევენ. მეტროს ტუნელები, რომლებიც ქალაქს ძარღვებივით ასხივებენ. ელექტროენერგიის ქსელი, რომელიც წამში მილიონობით კილოვატს ანაწილებს. ახლა დააჭირეთ პაუზას ამ სურათს. გატინეთ ეს მომენტი. და დაიწყეთ დროის გადახვევით წინ. არა წლებით, არა საუკუნეებით. 100 მილიონი წლით. რა დარჩება? რა იქნება ამ ცივილიზაციის კვალი, როდესაც გეოლოგები შორეული მომავლიდან დაიწყებენ ამ ეპოქის ფენების შესწავლას? პასუხი შეძრწუნებულია. თითქმის არაფერი. არა იმიტომ, რომ ჩვენი ცივილიზაცია სუსტია, არამედ იმიტომ, რომ დედამიწა უძლიერესი წამლია, რომელიც ყველაფერში თანთქავს. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის მთელი ისტორია, 4 მილიარდ 600 მილიონი წელი, შეკუმშულია ერთ წელიწადში. ამ მასშტაბით პირველი ბაქტერიები გამოჩნდებიან თებერვლის ბოლოს. პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები ნოემბრის შუა რიცხვებში. დინოზავრები ბატონობენ დეკემბრის მეორე ნახევარში და ქრებიან 26 დეკემბერს. ადამიანის ცივილიზაცია, ქალაქები, წერა, ტექნოლოგია იწყება 29 დეკემბერს, საღამოს 10 საათზე. მთელი ჩვენი ინდუსტრიული ეპოქა, ყველა ქარხანა, ყველა ცათამჯენი, ყველა ატველა ატომური ელექტროსადგური, ეს ბოლო წუთია ახალი წლის წინ. ახლა კითხვა. თუ ჩვენ გავქრებით ახლა ამ წუთში, რამდენი ხანი გაგრძელდება ჩვენი კვალი ამ გიგანტურ დროის მასშტაბში? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ კვალის ქვეშ. 2022 წელს ჯგუფმა გეოლოგებმა პენსილვანიის უნივერსიტეტიდან, ხელმძღვანელობდა პროფესორი იან ზალასიევიჩი, შექმნა კომპიუტერული მოდელი, რომელიც სიმულაციას უკეთებს თანამედროვე ქალაქის განადგურების პროცესს. მათ აირეს ნიუ-იორკი როგორც ეტალონი. 30 მილიონი ადამიანი. 6000 ცათამჯენი, 400 კილომეტრი მეტროს ტუნელები, 2 მილიონი ტონა ფოლადი მხოლოდ კონსტრუქციებში. პირველი შოკი. ცათამჯენები იწყებენ დაცემას არა საუკუნეების, არამედ 10 წლეულების შემდეგ. ადამიანების გარეშე, ვინც აწარმოებს მოვლას, პირველი კრიტიკული პროცესი იწყება დაუყოვნებლივ, წყლის შეღწევა. თანამედროვე ცათამჯენი არის კომპლექსური სისტემა, რომელიც მოითხოვს მუდმივ ენერგიას. ტუმბოები, რომლებიც აცლიან წყალს საძირკველიდან. კონდიციონერები, რომლებიც აკონტროლებენ ტენიანობას. როდესაც ელექტროენერგია წყდება, ეს სისტემები ჩერდება. წყალი იწყებს აგროვებას. პირველი ზამთარი მოაქვს გაკინვას. წყალი ფართოვდება, როდესაც კინავს. ბეტონი იწყებს გახეთქვას შიგნიდან. 10 წლის შემდეგ პირველი მცირე ბზარები. 20 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანებები. 50 წლის შემდეგ Empire State Building-ის ზედა სართულები იწყებენ ჩამოშლას. 100 წლის შემდეგ უმეტესი ცათამჯენები არიან ნანგრევები. 1000 წლის შემდეგ მხოლოდ ფოლადის ჩონჩხები, დაფარული ჟანგით და მცენარეებით. მაგრამ ეს მხოლოდ დასათრისია. რეალური განადგურება ხდება გაცილებით ღრმა დონეზე. გეოლოგიური პროცესები მუშაობენ სხვა მასშტაბებში. ჩვენთვის 1000 წელი ჩანს როგორც უსასრულობა. დედამიწისთვის ეს არის მოსუნთქვა. 2014 წელს გუნდმა ჯან ზალასიევიჩის ლაბორატორიიდან გამოაქვეყნა კვლევა ჟურნალში Nature Geoscience. მათ გამოთვალეს, რომ თანამედროვე ქალაქის სრული გაქრობა, როდესაც არაფერი არ რჩება ზედაპირზე, მოითხოვს დაახლოებით 10,000 წელს ტენიან კლიმატში და 30,000 წელს მშრალში. 10,000 წელი. ეს არის დრო, რომელიც გავიდა ბოლო გამყინვარების დასრულებიდან. მთელი ადამიანის ცივილიზაციის ისტორია ამ პერიოდში ეტევა. და ეს საკმარისია, რომ ნიუ-იორკი გადაიქცეს მტვრად. როგორ ხდება ეს? პირველი ეტაპი. ფიზიკური დაშლა. წყალი, ტყინვა, ქარი. მაგრამ მთავარი აგენტი არის მცენარეები. ხეების ფესვები, რომლებიც იზრდებიან ბზარებში, ქმნიან წნევას რამდენიმე ტონას კვადრატულ სანტიმეტრზე. ეს უფრო ძლიერია, ვიდრე უმეტესი სამშენებლო მასალების სიმტკიცე. 100 წლის შემდეგ ცენტრალ პარკის ხეები უკვე იკავებენ Fifth Avenue-ს, 200 წლის შემდეგ მთელ მანჰეტენს. 500 წლის შემდეგ ტყე იქ, სადაც იყო Times Square. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირია. რეალური განადგურება ხდება ქიმიურ დონეზე. ფოლადი, რომელიც ქმნის ჩვენი ცივილიზაციის ჩონჩხს, არის არასტაბილური მასალა. ის არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად ვიცავთ მას ჟანგისგან. როდესაც ეს დაცვა წყდება, იწყება უკუ პროცესი. რკინა ბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში, რკინის ოქსიდში, ჟანგში. 2019 წელს ქიმიკოსებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი სარა ჯონსონი შეისწავლეს ჟანგვის სიჩქარე სხვადასხვა პირობებში. მათ აღმოაჩინეს, რომ ტენიან გარემოში ფოლადის კონსტრუქცია კარგავს 1 მმ სისქიდან ყოველ 10 წელიწადში.
ეს არ ჟევს როგორც ბევრი, მაგრამ თანამედროვე ცათამჯენის ფოლადის კოლონები არიან დაახლოებით 40 სანტიმეტრი დიამეტრში. მარტივი მათემატიკა, 4000 წელი და ისინი მთლიანად გადაიქცევიან ჟანგად. 4000 წელი. ეს არის დრო, რომელიც გავიდა ეგვიპტის პირამიდების მშენებლობიდან. და ეს საკმარისია, რომ Empire State Building-ის მთელი ფოლადის ჩონჩხი გახდეს წითელი მტვერი. მაგრამ რა ხდება ამ მტვერთან? აქ იწყება მესამე ეტაპი. გეოლოგიური ინტეგრაცია. დაუბრუნდეთ მანჰეტენს. კუნძული, რომელზეც დგას ნიუ-იორკი, არის გრანიტის ფორმაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 400 მილიონი წლის წინ. ამ დროის განმავლობაში ეს ქანები ნახეს ათასობით გამყინვარება, მილიონობით წვიმა, უთვალავი მიწისძვრა. და ისინი აქ არიან. მაგრამ რა არის 1000 წელი ამ მასშტაბში? არაფერი. მოსუნთქვა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ნიუ-იორკის ნაგრევები იწყებენ ინტეგრაციას ამ გეოლოგიურ სისტემაში. ჟანგის მტვერი, რომელიც იყო ცათამბჯენები, იწყებს გადატანას წყლით. წვიმა იტანს მას ჰადსონის მდინარეში. მდინარე ატლანტის ოკეანეში. ოკეანეში ეს ნაწილაკები ეცემა ფსკერზე. ნელა, ძალიან ნელა. მილიმეტრი საუკუნეში. 100,000 წლის შემდეგ ის, რაც იყო Empire State Building-ი, არის თხელი ფენა წითელი ნალექი ატლანტის კონტინენტურ შელფზე. 1 მილიონი წლის შემდეგ ეს ფენა დაფარულია ასობით მეტრის სხვა ნალექებით. 10 მილიონი წლის შემდეგ კილომეტრებით. მაგრამ დედამიწა არ არის სტატიკური. პლანეტა მოძრაობს. 2021 წელს გეოფიზიკოსებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი მაიკლ გარნეტი შექმნეს მოდელი, რომელიც პროგნოზირებს კონტინენტების მოძრაობას მომდევნო 100 მილიონი წლის განმავლობაში. მათი გამოთვლებით, ჩრდილოეთ ამერიკა მოძრაობს დასავლეთისკენ დაახლოებით 2 სანტიმეტრით წელიწადში. ეს არ ჟღევს როგორც ბევრი, მაგრამ 100 მილიონი წლის განმავლობაში ეს არის 2000 კილომეტრი. 2000 კილომეტრი. ეს არის მანძილი ნიუ-იორკიდან დენვერამდე. ამ დროის განმავლობაში ატლანტის ოკეანე, სადაც დევს ჩვენი ცივილიზაციის ნაშთები, შეიძლება დაიწყოს დახურვა. ან პირიქით, გაფართოვდეს. კონტინენტური ფილები შეიძლება შეჯახდნენ, შექმნან ახალ მთებს, ან გაიყონ, შექმნან ახალ ოკეანეებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის ფენა, სადაც დევს ჩვენი კვალი, შეიძლება ჩაიზიდოს სუბდუქციის ზონაში. სუბდუქცია არის პროცესი, როდესაც ერთი ტექტონიკური ფილა ჩაიზიდება მეორის ქვეშ და ეშვება დედამიწის მანტიაში. ეს ხდება სიჩქარით დაახლოებით 10 სანტიმეტრი წელიწადში. 100 მილიონი წლის განმავლობაში ფილა შეიძლება ჩაიზიდოს 100 კილომეტრის სიღრმეზე. იქ ტემპერატურა აღწევს 1000 გრადუს ცელსიუსით. წნევა ასობით 1000 ატმოსფეროს. რა ხდება ჩვენი ცივილიზაციის კვალთან ამ პირობებში? ის ნალექი, რომელიც შეიცავს რკინის ოქსიდს ცათამბჯენებიდან, იწყებს მეტამორფოზას. მინერალები რეკრისტალიზდებიან. ქიმიური შედგენილობა იცვლება. ორიგინალური სტრუქტურა ქრება სრულიად. 2018 წელს პეტროლოგებმა ტოკიოს უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი ჰიროში ტანაკა. შეისწავლეს ქანები, რომლებიც გაიარეს სუბდუქცია და შემდეგ დაბრუნდნენ ზედაპირზე. მათ აღმოაჩინეს, რომ ორიგინალური ნალექების სტრუქტურა იყო სრულიად განადგურებული. მინერალები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ზედაპირზე, აღარ არსებობდნენ. მათ ადგილი დაიკავა ახალმა მინერალებმა, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენი ცივილიზაციის კვალი მოხვდება სუბდუქციის ზონაში, ის გადაიქცევა მეტამორფულ ქანად, რომელშიც შეუძლებელი იქნება ორიგინალური წარმოშობის იდენტიფიცირება. მაგრამ არის კიდევ ერთი პროცესი, რომელიც აჩქარებს წაშლას. დაუბრუნდეთ ზედაპირს. წარმოიდგინეთ, რომ ნაწილი ჩვენი ცივილიზაციის კვალისა არ ჩაიზიდა ოკეანეში, არამედ დარჩა კონტინენტზე. რა მოხდება მასთან? ეროზია, ქარი, წყალი, ტემპერატურის ცვლილებები. ეს პროცესები მუშაობენ უწყვეტად. ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საუკუნეს. 2020 წელს გეომორფოლოგებმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ემილი ჩენი, გამოთვალეს ეროზიის საშუალო სიჩქარე სხვადასხვა კლიმატურ ზონებში. მათი მონაცემებით, მთიან რეგიონებში ზედაპირი იკარგება დაახლოებით 1 მილიმეტრი 10 წელიწადში. დაბლობებზე, ნეახლოებებზე, ნელა, დაახლოებით 1 მილიმეტრი 100 წელიწადში. 1 მილიმეტრი 100 წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ 1 მეტრი 100,000 წლის განმავლობაში. 10 მეტრი 1 მილიონი წლის განმავლობაში. 100 მეტრი 10 მილიონი წლის განმავლობაში. 100 მეტრი. ეს არის სიმაღლე 20 სართულიანი შენობის. ამ დროის განმავლობაში მთელი ზედაპირული ფენა, სადაც შეიძლება იყოს ჩვენი ცივილიზაციის კვალი,
იქნება წაშლილი და გადატანილი სხვაგან. მაგრამ სად არის სხვაგან? უმეტესწილად ოკეანეში. მდინარეები ატარებენ ნალექებს კონტინენტებიდან ზღვებში. იქ ისინი ეცემა ფსკერზე. ყოველწლიურად მდინარეები ატარებენ დაახლოებით 30 მილიარდ ტონა ნალექს ოკეანეებში. ეს არის საკმარისი, რომ დაფაროს მთელი ოკეანის ფსკერი ფენით დაახლოებით 1 მილიმეტრი 10 წლის განმავლობაში. 100 მილიონი წლის განმავლობაში. ესა განმავლობაში ეს არის 10 კილომეტრი ახალი ნალექები. 10 კილომეტრი. ეს არის სიღრმე, სადაც წნევა და ტემპერატურა იწყებს მეტამორფოზას. მაგრამ დაელოდეთ. თუ ყველაფერი ქრება ასე სწრაფად, როგორ ვიცით დინოზავრების შესახებ? როგორ გვაქვს ნამარხები, რომლებიც ასობით მილიონი წლისაა? ეს არის სწორი კითხვა და პასუხი გვიჩვენებს, რა შეიძლება დარჩეს ჩვენგან. ნამარხები ინახება მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში. პირველი პირობა, სწრაფი დაფარვა. როდესაც ორგანიზმი იკვდება და სწრაფად იფარება ნალექებით, ის იცავს მას დაშლისგან. მეორე პირობა, ანაერობული გარემო. ბაქტერიებს, რომლებიც ანადგურებენ ორგანულ მასალას, სჭირდებათ ჟანგბადი. თუ ჟანგბადი არ არის, დაშლა ჩერდება. მესამე პირობა, მინერალიზაცია. ორგანული მასალა თანდათან იცვლება მინერალებით, რომლებიც ინახავენ ორიგინალურ ფორმას. ეს პროცესი მოითხოვს მილიონობით წელს და ძალიან სპეციფიკულ პირობებს. უმეტესი ორგანიზმები არ ინახებიან. მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით 100 მილიონიდან, ხდება ნამარხი. რა შეიძლება დარჩეს ჩვენი ცივილიზაციისგან ამ კრიტერიუმებით? 2021 წელს პალეონტოლოგებმა და გეოლოგებმა საერთაშორისო ჯგუფიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი იან ზალასიევიჩი. იგივე, ვინც შეისწავლა ქალაქების განადგურება, გამოაქვეყნა კვლევა სათაურით ანთროპოცენის გეოლოგიური ხელმოწერა. მათ შეისწავლეს, რა შეიძლება დარჩეს ადამიანის ცივილიზაციისგან გეოლოგიურ ჩანაწესში. პირველი კანდიდატი – პლასტიკი. პლასტიკი არის სინთეზური პოლიმერი, რომელიც არ არსებობს ბუნებაში. ბაქტერიებს არ აქვთ ფერმენტები, რომლებიც შეუძლიათ მისი დაშლა. ეს ნიშნავს, რომ პლასტიკი შეიძლება იარსებოს მილიონობით წელს. მაგრამ არის პრობლემა. პლასტიკი არის ორგანული მასალა. მაღალ ტემპერატურაზე და წნევაზე ის იშლება. როდესაც ნალექები, რომლებიც შეიცავენ პლასტიკს, ჩაიზიდებიან რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე, პლასტიკი იწყებს დაშლას ნავთობად და გაზად. რამდენი ხანი ეს მოითხოვს? გამოთვლებით დაახლოებით 1 მილიონი წელი. ეს ბევრია ჩვენი მასშტაბით, მაგრამ გეოლოგიურ მასშტაბში, მოსუნთქვა. მეორე კანდიდატი – მინა. მინა არის სილიკატური მასალა, რომელიც ძალიან სტაბილურია. ის შეიძლება იარსებოს მილიონობით წელს. მაგრამ მინა ადვილად იშლება მექანიკურად. ის ხდება ფხვნილი, რომელიც შეუძლებელია გამოირჩეს ბუნებრივი ქვიშისგან. მესამე კანდიდატი – კერამიკა. კერამიკა არის თიხის მასალა, რომელიც გამოწვეს მაღალ ტემპერატურაზე. ის ძალიან სტაბილურია და შეიძლება იარსებოს ათობით მილიონი წელს. არქეოლოგები პოულობენ კერამიკის ნამსხრევებს, რომლებიც ათასობით წლისაა. მაგრამ კერამიკა ასევე იშლება მექანიკურად. 100 მილიონი წლის ეროზიის შემდეგ კერამიკული ჭურჭელი იქნება მტვერი. მეოთხე კანდიდატი – ბეტონი. ბეტონი შეიცავს კალციუმის კარბონატს, რომელიც რეაგირებს მჟავებთან. წვიმის წყალი, რომელიც შეიცავს ნახშირორჟანგს, ნელა ხსნის ბეტონს. გამოთვლებით, ბეტონის კონსტრუქცია სრულად გაქრება დაახლოებით 10,000 წლის განმავლობაში. მაშინ რა რჩება? პასუხი შეიძლება იყოს გასაოცარი. რადიოაქტიური იზოტოპები. 2020 წელს გეოქიმიკოსებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი რობერტ ჰეიზენი შეისწავლეს რადიოაქტიური დაბინძურების გრძელვადიანი შედეგები. მათ აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი რადიოაქტიური იზოტოპი, რომელიც წარმოიქმნება ატომურ რეაქტორებში, აქვს ნახევარდაშლის პერიოდი მილიონობით წელს. მაგალითად, იოდი 129 აქვს ნახევარდაშლის პერიოდი 15,617,000 წელს. პლუტონიუმ 224-ს 8,090,000 წელს. ეს იზოტოპები არ არსებობს ბუნებაში. ისინი არის ექსკლუზიური პროდუქტი ადამიანის ტექნოლოგიის. როდესაც ეს იზოტოპები ხვდებიან გეოლოგიურ ჩანაწერში, ისინი ქმნიან უნიკალურ ხელმოწერას. გეოლოგი, რომელიც შეისწავლის ქანებს 100 მილიონი წლის შემდეგ, შეიძლება აღმოაჩინოს თხელი ფენა, სადაც კონცენტრაცია ამ იზოტოპების არის ანომალურად მაღალი. ეს იქნება ერთადერთი უშუალო მტკიცებულება, რომ აქ, ამ დროში, არსებობდა ტექნოლოგიური ცივილიზაცია. მაგრამ რამდენად თხელი იქნება ეს ფენა? გამოთვლებით, თუ ჩვენი ცივილიზაცია გაქრება ახლა, რადიოაქტიური ხელმოწერა იქნება ფენაში დაახლოებით 1 სანტიმეტრი სისქის. რის სისქის? 1 სანტიმეტრი. ეს არის სისქე ფანქრის.
100 მილიონი წლის გეოლოგიურ ჩანაწერში, სადაც ნალექები აღწევენ კილომეტრებს, 1 სანტიმეტრი არის თითქმის უხილავი. და აქ ჩნდება შემაშფოთებელი აზრი. თუ ჩვენი ცივილიზაცია, რომელიც აშენებს ცათამბჯენებს, ქმნის ატომურ ენერგიას, აგზავნის ხომალდებს კოსმოსში, დატოვებს მხოლოდ 1 სანტიმეტრის ფენას რადიოაქტიური იზოტოპებით, რა შეიძლება ვთქვათ წინა ცივილიზაციების შესახებ? არა, ეს არ არის თეორია ძველი ასტრონავტების შესახებ. ეს არის სერიოზული სამეცნიერო კითხვა. 2018 წელს ასტროფიზიკოსებმა NASA-დან გავინ შმიდტი და ადამ ფრანკი გამოაქვეყნეს სტატია სათაურით სილურიის ჰიპოთეზა. სახელი მოდის სერიიდან დოქტორ ვუ, სადაც ინტელექტუალური რეპტილიები ევოლუციონირებდნენ დინოზავრებისგან. მაგრამ კითხვა სერიოზულია. როგორ ვიცნობდით ინდუსტრიულ ცივილიზაციას, რომელიც არსებობდა დედამიწაზე 50 მილიონი წლის წინ? პასუხი შემაშფოთებელია. ალბათ არ ვიცნობდით. არა იმიტომ, რომ ასეთი ცივილიზაცია არსებობდა, არანაირი მტკიცებულება არ არის ამისა. არამედ იმიტომ, რომ დედამიწა არის იდეალური მანქანა წაშლისთვის. ის არ ინახავს ისტორიას. ის აწარმოებს რეციკლირებას. დაუბრუნდეთ ტექტონიკურ პროცესებს. დედამიწის ზედაპირი არ არის სტატიკური. ის მუდმივად ახდება. ახალი ქერქი იქმნება შუა ოკეანის ქედებზე, სადაც მაგმა ამოდის მანტიიდან. ძველი ქერქი ჩაიზიდება სუბდუქციის ზონებში, სადაც ის ბრუნდება მანტიაში. ეს ციკლი მოითხოვს დაახლოებით 200 მილიონ წელს. 200 მილიონი წელი. ეს არის დრო, რომელიც გავიდა პირველი დინოზავრების გამოჩენიდან. ამ დროის განმავლობაში მთელი ოკეანის ფსკერი, სადაც ინახება უმეტესი ნალექები, სრულიად განახლდება. ძველი ფსკერი ჩაიზიდება მანტიაში და გადნება. ახალი ფსკერი ჩამოყალიბდება მაგმიდან. ეს ნიშნავს, რომ ოკეანის ფსკერზე არ არსებობს ქანები, რომლებიც უფრო ძველია 200 მილიონ წელზე. ყველაფერი, რაც უფრო ძველია, უკვე განადგურებულია. მაგრამ რა ხდება კონტინენტებზე? კონტინენტური ტური ქერქი უფრო სტაბილურია. ის არ ჩაიზიდება სუბდუქციაში, მაგრამ ის განიცდის ეროზიას. და ეს ეროზია არის უწყვეტი აპალაჩის მთები. ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოყალიბდნენ დაახლოებით 480 მილიონი წლის წინ, როდესაც კონტინენტები შეჯახდნენ და შექმნეს სუპერკონტინენტი პანგეა. იმ დროს ეს მთები იყო ისეთივე მაღალი, როგორც ჰიმალაი დღეს, დაახლოებით 9000 მეტრი. დღეს მათი უმაღლესი მწვერვალი, მაუნთ მიჩელი, არის 2194 მეტრი. 480 მილიონი წლის განმავლობაში ეროზიამ წაშალა დაახლოებით 7000 მეტრი. ეს არის საშუალოდ 15 მეტრი მილიონ წელიწადში. 100 მილიონი წლის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში 1500 მეტრი. 1500 მეტრი. ეს არის სიმაღლე, რომელიც აღემატება ყველაზე მაღალ ცათამბჯენს. ამ დროის განმავლობაში მთელი ზედაპირული ფენა, სადაც შეიძლება იყოს ჩვენი ცივილიზაციის კვალი, იქნება წაშლილი. მაგრამ სად მიდის ეს მასალა? ის ტრანსპორტირდება მდინარეებით ოკეანეში. იქ ის ეცემა ფსკერზე. და შემდეგ 200 მილიონ წელში ჩაიზიდება სუბდუქციაში და განადგურდება. ეს არის დახურული ციკლი. დედამიწა არის სისტემა, რომელიც აწარმოებს თვითწმენდას. მაგრამ დაელოდეთ, არის ერთი ადგილი, სადაც ეს ციკლი არ მუშაობს. ერთი ადგილი, სადაც გეოლოგიური ჩანაწერი შეიძლება შენარჩუნდეს მილიარდობით წელს. კრატონები. კრატონები არის ძველი სტაბილური ნაწილები კონტინენტური ქერქის, რომლებიც არ განიცდიან ტექტონიკურ აქტივობას. ისინი არსებობენ მილიარდობით წელს. უძველესი ქანები დედამიწაზე, რომლებიც ნაპოვნია კანადაში, არიან 4 მილიარდ 130 მილიონი წლის. ეს არის თითქმის იმდენივე, რამდენიც თავად დედამიწა. თუ ჩვენი ცივილიზაციის კვალი მოხდება კრატონზე და თუ ის სწრაფად დაიფარება ნალექებით და თუ ის არ განადგურდება მეტამორფოზით, მაშინ თეორიულად ის შეიძლება შენარჩუნდეს 100 მილიონი წელს. მაგრამ რა არის ალბათობა ამისა? და რა ზუსტად შეიძლება შენარჩუნდეს? ეს არის კითხვები, რომლებიც მიგვიყვანენ ყველაზე შემაშფოთებელ დასკვნამდე. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვეძებთ ექსტრატერესტრულ ცივილიზაციებს, ჩვენ ვიწყებთ რადიოსიგნალების მოსმენით. მაგრამ რა მოხდება, თუ ცივილიზაცია არსებობდა და გაქრა მილიონობით წლის წინ? როგორ ვიცნობდით მას? და უფრო შემაშფოთებელი კითხვა, რა მოხდება, თუ ასეთი ცივილიზაცია არსებობდა აქ, დედამიწაზე, ჩვენამდე? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ გეოლოგი 100 მილიონი წლის შემდეგ. თქვენ არიცით, რომ აქ, ამ პლანეტაზე, ოდესმე არსებობდა ცივილიზაცია, რომელსაც ეძახდნენ ადამიანობა. თქვენ უბრალოდ სწავლობთ ქანებს, თქვენ იღებთ ნიმუშებს, თქვენ აანალიზებთ მინერალურ შედგენილობას და უეცრად, ერთ ფენაში თქვენ აღმოაჩენთ რაღაც უცნაურს. რა ზუსტად შეიძლება იყოს ეს უცნაური?
რა არის ის მინიმალური ხელმოწერა, რომელიც შეიძლება გადარჩეს 100 მილიონი წლის გეოლოგიური ძალადობის შემდეგ? 2021 წელს საერთაშორისო ჯგუფმა გეოლოგებისა და გეოქიმიკოსებისგან ხელმძღვანელობდა დოქტორი იან ზალასიევიჩი და დოქტორი გავინ შმიდტი ნასადან. შექმნა დეტალური სია იმ მარკერების, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ტექნოლოგიურ ცივილიზაციაზე. ისინი დაკვეს ეს მარკერები 4 კატეგორიად: ქიმიური, იზოტოპური, მინერალოგიური და სტრუქტურული. დავითხოვთ ყველაზე მდგრადით. პირველი მარკერი: ნახშირბადის თანაფარდობა. ყველა ორგანული მასალა, რომელიც წარმოიქმნება ფოტოსინთეზით, შეიცავს სპეციფიკურ თანაფარდობას ნახშირბადის იზოტოპებს შორის: ნახშირბადი 12 და ნახშირბადი 13. მცენარეები ამჯობინებენ მსუბუქ იზოტოპს, ნახშირბად 12-ს. ეს ქმნის დამახასიათებელ ხელმოწერას. როდესაც ჩვენ ვწვავთ ნავთობს, ქვანახშირს, ბუნებრივ გაზს, ყველა ეს საწვავი არის ძველი ორგანული მასალა, ჩვენ ვათავისუფლებთ ნახშირბადს, რომელიც გამდიდრებულია ნახშირბად 12-ით. ეს ნახშირბადი ხვდება ატმოსფეროში, ოკეანეებში, ნიადაგში და საბოლოოდ გეოლოგიურ ჩანაწერში. 2019 წელს გეოქიმიკოსებმა იელის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი მარკ პაგანი გამოთვალეს რამდენი ნახშირბადი გამოუშვით ჩვენ ინდუსტრიულ ეპოქაში. მათი მონაცემებით 1750 წლიდან 2020 წლამდე ადამიანობამ გამოუშვა დაახლოებით 2 ტრილიონ 500 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი. ეს ნახშირბადი ახლა ნაწილდება ატმოსფეროსა და ოკეანეებს შორის. როდესაც ეს ნახშირბადი ჩაერთვება ნალექებში, მაგალითად როდესაც ის შთანთქავს ფიტოპლანქტონი და შემდეგ ეცემა ოკეანის ფსკერზე, ის შექმნის ფენას, სადაც თანაფარდობა ნახშირბად 12-ის და ნახშირბად 13-ის შორის იქნება ანომალური. ეს ანომალია შეიძლება შენარჩუნდეს მილიონობით წელს. მაგრამ არის პრობლემა. ბუნებაში ასევე ხდება პროცესები, რომლებიც ცვლიან ნახშირბადის თანაფარდობას. მაგალითად ვულკანური ამოფრქვევები ან მასიური ორგანული მასალის დაშლა. როგორ გავარჩიოთ ტექნოლოგიური ცივილიზაციის ხელმოწერა ბუნებრივი პროცესებისგან? პასუხი არის მასშტაბში და სიჩქარეში. დავადაროთ ორი მოვლენა: ჩვენი ინდუსტრიული რევოლუცია და პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი. პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმი მოხდა 46 მილიონი წლის წინ. ამ პერიოდში გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 5-დან 8 გრადუსამდე ცელსიუსით, დაახლოებით 20,000 წლის განმავლობაში. მიზეზი იყო მასიური გამოთავისუფლება მეთანის ოკეანის ფსკერიდან. ეს მეთანი დაიჟანგა ნახშირორჟანგად და შექმნა სათბურის ეფექტი. გეოლოგიურ ჩანაწერში ეს მოვლენა ჩანს როგორც ფენა, სადაც ნახშირბადის იზოტოპური შედგენილობა მკვეთრად იცვლება. მაგრამ ეს ცვლილება გაგრძელდა 20,000 წელი. ეს არის ნელი პროცესი გეოლოგიური მასშტაბით. ახლა შევადაროთ ჩვენს ინდუსტრიულ რევოლუციას. ჩვენ გამოუშვით იგივე რაოდენობის ნახშირორჟანგი, ან მეტი, არა 20,000 წლის, არამედ 200 წლის განმავლობაში. ეს არის 100-ჯერ უფრო სწრაფი. ეს სიჩქარე არის ხელმოწერა. 2020 წელს გეოქიმიკოსებმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი ლი კუმპი შექმნა მოდელი, რომელიც სიმულაციას უკეთებს ნახშირბადის ციკლს. მათი გამოთვლებით, თუ ცივილიზაცია გამოუშვებს დიდ რაოდენობას ნახშირორჟანგს მოკლე დროში, 100-200 წლის განმავლობაში, ეს შექმნის დამახასიათებელ სპაიქს გეოლოგიურ ჩანაწერში. ფენას, სადაც ნახშირბადის იზოტოპური შედგენილობა მკვეთრად იცვლება და შემდეგ ისევ ბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობებზე, ეს სპაიკი იქნება თხელი, შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი. მაგრამ ის იქნება განსხვავებული ყველაფრისგან, რაც ხდება ბუნებაში. მაგრამ ნახშირბადის თანაფარდობა არ არის ერთადერთი მარკერი. მეორე მარკერი აზოტის თანაფარდობა. თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ რაოდენობას სინთეზურ სასუქებს. ეს სასუქები შეიცავს აზოტს, რომელიც წარმოიქმნება ჰაბერ-ბოშის პროცესით, ინდუსტრიული მეთოდი, რომელიც აერთიანებს აზოტს ატმოსფეროდან წყალბადთან. ეს პროცესი ქმნის აზოტის შენაერთებს, რომლებსაც აქვს სპეციფიკური იზოტოპური ხელმოწერა. 2018 წელს აგრონომებმა ვაგენომებმა ვენინგენის უნივერსიტეტიდან ნიდერლანდებში ხელმძღვანელობდა პროფესორი ჰანს ვან გრინსვენი გამოთვალეს, რომ მე-20 საუკუნის განმავლობაში ადამიანობამ გამოიყენა დაახლოებით 5 მილიარდი ტონა სინთეზური აზოტის სასუქები. ეს აზოტი ახლა არის ნიადაგში, მდინარეებში, ოკეანეებში და საბოლოოდ გეოლოგიურ ჩანაწერში. როდესაც ეს აზოტი ჩაერთვება ნალექებში, ის შექმნის ფენას, სადაც კონცენტრაცია აზოტის და მისი იზოტოპური შედგენილობა იქნება ანომალური. ეს ანომალია, ისევე როგორც ნახშირბადის შემთხვევაში, შეიძლება შენარჩუნდეს მილიონობით წელს. მესამე მარკერი, მძიმე მეტალები.
ჩვენი ინდუსტრიული საქმიანობა ათავისუფლებს უზარმაზარ რაოდენობას მძიმე მეტალებს გარემოში. ტყვია, ვერცხლის წყალი, კადმიუმი, ქრომი. ქრომი. ეს მეტალები არ იშლებიან, ისინი მხოლოდ გადადიან ერთი ადგილიდან მეორეში. 2021 წელს გეოქიმიკოსებმა ლონდონის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი ემა ჰოუპი შეისწავლეს კონცენტრაცია მძიმე მეტალების ნალექებში. მათ აღმოაჩინეს, რომ ინდუსტრიულ ეპოქაში კონცენტრაცია ტყვიის გაიზარდა დაახლოებით 100-ჯერ, ვერცხლის წყლის 200-ჯერ, კადმიუმის 500-ჯერ. ეს მეტალები ახლა ნაწილდება მთელ პლანეტაზე. ისინი არიან ნიადაგში, წყალში, ჰაერში. და როდესაც ისინი ჩაერთვებიან ნალექებში, ისინი შექმნიან ფენას, სადაც კონცენტრაცია ამ მეტალების იქნება ანომალურად მაღალი. მაგრამ რამდენი ხანი შენარჩუნდება ეს ანომალია? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ამ ფენასთან. თუ ის დარჩება ზედაპირთან ახლოს, ეროზია წაშლის მას რამდენიმე მილიონ წელში. მაგრამ თუ ის სწრაფად დაიფარება ახალი ნალექებით და ჩაიზიდება სიღრმეში, ის შეიძლება შენარჩუნდეს 10 მილიონი წელს. აქ ჩნდება კრიტიკული კითხვა. სად ხდება სწრაფი დაფარვა ნალექებით? პირველი ადგილი – დელტები. მდინარეების დელტები, სადაც მდინარე ერთვის ზღვას, არის ადგილები, სადაც ნალეგილები, სადაც ნალექები გროვდება ძალიან სწრაფად, დაახლოებით 1 მეტრი საუკუნეში. ეს ნიშნავს, რომ 10,000 წლის განმავლობაში ზედაპირული ფენა, რომელიც შეიცავს ჩვენი ცივილიზაციის ქიმიურ ხელმოწერას, იქნება დაფარული 100 მეტრით ახალი ნალექებით. 100 მეტრი. ეს არის საკმარისი სიღრმე, რომ დაიცვას ფენა ეროზიისგან. და თუ ეს დელტა მოხდება კონტინენტურ შელფზე, სადაც ნალექები აგრძელებენ დაგროვებას, ფენა შეიძლება ჩაიზიდოს კილომეტრების სიღრმეზე და შენარჩუნდეს 10 მილიონი წელს. მეორე ადგილი – ღრმა ოკეანის აუზები. ზოგიერთ ადგილას, სადაც ოკეანის ფსკერი არის ღრმა და სტაბილური, ნალექები გროვდება ძალიან ნელა, დაახლოებით 1 მილიმეტრი 1000 წელიწადში. მაგრამ ეს ნალექები არ განიცდიან ეროზიას. ისინი უბრალოდ გროვდებიან ფენა-ფენაზე მილიონობით წელს. მაგრამ არის პრობლემა. ღრმა ოკეანის ფსკერი საბოლოოდ ჩაიზიდება სუბდუქციაში. 200 მილიონი წლის განმავლობაში მთელი ოკეანის ფსკერი განახლდება. ეს ნიშნავს, რომ ნალექები, რომლებიც უფრო ძველია 200 მილიონ წელზე, უკვე განადგურებულია. მესამე ადგილი – კრატონები. და აქ ჩვენ უბრუნდებით ყველაზე საინტერესო შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, რომ ნაწილი ჩვენი ცივილიზაციის ქიმიური ხელმოწერისა მოხდა კრატონზე, ძველ, სტაბილურ ნაწილზე კონტინენტური ქერქის. და წარმოიდგინეთ, რომ ეს ადგილი იყო დაბლობი, სადაც გროვდებოდა ნალექები. მაგალითად ტბა, ან ჭაობი, ან მდინარის დელტა. ასეთ ადგილებში ნალექები შეიძლება დაგროვდეს სწრაფად და შექმნან სქელი ფენა, რომელიც დაიცავს ქვედა ფენებს ეროზიისგან. და თუ ეს ადგილი დარჩება სტაბილური, არ აწიოს მთებში, არ ჩაიზიდოს სუბდუქციაში, მაშინ ეს ფენები შეიძლება შენარჩუნდეს 100 მილიონი წელს. 2022 წელს გეოლოგებმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ჯოანა პარკი შეისწავლეს ნალექები პილბარას კრატონზე, დასავლეთ ავსტრალიაში. ეს კრატონი არის ერთ-ერთი უძველესი დედამიწაზე, დაახლოებით 3 მილიარდ 500 მილიონი წლის. მათ აღმოაჩინეს ნალექები, რომლებიც შენარჩუნებულია თითქმის უცვლელად 3 მილიარდი წლის განმავლობაში. 3 მილიარდი წელი. ეს არის დრო, რომელიც აღემატება მრავალუჯრედიანი სიცოცხლის არსებობას დედამიწაზე. თუ ნალექები შეიძლება შენარჩუნდეს ამდენი ხნის განმავლობაში, მაშინ 100 მილიონი წელი არის არაფერი. მაგრამ რა არის ალბათობა, რომ ჩვენი ცივილიზაციის კვალი მოხდება სწორედ ასეთ ადგილას? დავთვალოთ. კრატონები იკავებენ დაახლოებით 50% კონტინენტური ზედაპირის. კონტინენტები იკავებენ დაახლოებით 29% დედამიწის ზედაპირის. ეს ნიშნავს, რომ კრატონები იკავებენ დაახლოებით 13% მთელი პლანეტის ზედაპირის. 13%. ეს არ არის ცოტა. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი. ადამიანის ცივილიზაცია არ არის თანაბრად განაწილებული პლანეტაზე. ჩვენი ქალაქები, ჩვენი ინდუსტრია, ჩვენი სოფლის მეურნეობა, ყველაფერი ეს კონცენტრირებულია კონკრეტულ რეგიონებში. 2021 წელს გეოგრაფებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი ფელიქს ეგენბროდი შექმნა რუკა, რომელიც აჩვენებს ადამიანის საქმიანობის ინტენსივობას პლანეტაზე. მათ აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 90% ადამიანის ქიმიური ხელმოწერისა კონცენტრირებულია მხოლოდ 10%-ზე დედამიწის ზედაპირის. ეს 10% მოიცავს ინდუსტრიულ რეგიონებს, დიდ ქალაქებს, ინტენსიურ სოფლის მეურნეობის ზონებს. და როდესაც ისინი გადააკვეთეს ამ რუკას კრატონების რუკასთან, მათ აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 3% ადამიანის ინტენსიური საქმიანობისა ხდება კრატონებზე. 3%.
ეს ნიშნავს, რომ ალბათობა, რომ ჩვენი ცივილიზაციის ძლიერი ქიმიური ხელმოწერა მოხდება კრატონზე და შენარჩუნდება, არის დაახლოებით 3%. 3% არ არის ნული, მაგრამ ეს არის მცირე რიცხვი. და ეს მხოლოდ პირველი ბარიერია. მეორე ბარიერი არის მეტამორფოზი. თუნდაც ფენა მოხდეს კრატონზე და დაიფაროს ნალექებით, ის მაინც შეიძლება განადგურდეს მეტამორფოზით. მეტამორფოზი ხდება, როდესაც ქანები განიცდიან მაღალ ტემპერატურას და წნევას. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ქანები ჩაიზიდებიან სიღრმეში, ან როდესაც ისინი მოხვდებიან მაგმის ინტრუზიის ახლოს, ან როდესაც ისინი განიცდიან ტექტონიკურ დეფორმაციას. მეტამორფოზის დროს მინერალები რეკრისტალიზდებიან, ქიმიური შენაერთები იშლებიან და ხელახლა ყალიბდებიან. ორიგინალური სტრუქტურა ქრება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ორგანული მოლეკულები და დელიკატური ქიმიური ხელმოწერები განადგურდებიან. 2018 წელს პეტროლოგებმა ედინბურგის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი დუნკან მაკლინი შეისწავლეს, რა ტემპერატურაზე იწყება ორგანული მოლეკულების დაშლა. მათ აღმოაჩინეს, რომ უმეტესი ორგანული შენაერთები იწყებენ დაშლას დაახლოებით 200 გრადუსზე ცელსიუსით. ეს ტემპერატურა მიიღწევა დაახლოებით 7 კილომეტრის სიღრმეზე კონტინენტურ ქერქში. 7 კილომეტრი. ეს არ არის ღრმა გეოლოგიური მასშტაბით. და თუ ნალექები, რომლებიც შეიცავენ ჩვენი ცივილიზაციის ხელმოწერას, ჩაიზიდებიან ამ სიღრმეზე, ორგანული მარკერები განადგურდებიან. მაგრამ არა ყველა მარკერი არის ორგანული. რადიოაქტიური იზოტოპები, რომლებზეც ვისაუბრეთ პირველ ნაწილში, არის არაორგანული. ისინი არ იშლებიან მაღალ ტემპერატურაზე. ისინი მხოლოდ იშლებიან რადიოაქტიური დაშლით, რომელსაც აქვს ფიქსირებული სიჩქარე. მაგალითად, პლუტონიუმ 224-ს აქვს ნახევარ დაშლის პერიოდი 8090 წელს. ეს ნიშნავს, რომ 100 მილიონი წლის შემდეგ დარჩება დაახლოებით 1144 ნაწილი ორიგინალური რაოდენობისა. ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა, მაგრამ თანამედროვე მას სპექტრომეტრია შეუძლია აღმოაჩინოს ასეთი მცირე კონცენტრაციები. იოდიას 129-ს აქვს ნახევარ დაშლის პერიოდი 15.617.000 წელს. 100 მილიონი წლის შემდეგ დარჩება დაახლოებით 54% ორიგინალური რაოდენობისა. ეს არის საკმარისი, რომ შეიქმნას აღმოჩენადი ანომალია. მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა. ეს იზოტოპები არ არის თანაბრად განაწილებული. ისინი კონცენტრირებულია კონკრეტულ ადგილებში, ატომური ელექტროსადგურების ახლოს, ბირთვული იარაღის ტესტირების ადგილებში, რადიოაქტიური ნარჩენების საწყობებში. დავადაროთ ორი სცენარი. ჩვენი ცივილიზაცია და ჰიპოთეტური ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა 50 მილიონი წლის წინ. წარმოიდგინეთ, რომ 50 მილიონი წლის წინ დედამიწაზე არსებობდა ინტელექტუალური სახეობა. არა ადამიანები, რაღაც სხვა. შესაძლოა მსხვილფეხა ჯუჯუნწოვრები, ან ფრინველები, ან რეპტილიები. ეს სახეობა განავითარა ტექნოლოგია. ისინი ააშენეს ქალაქები. ისინი გამოიყენეს ენერგია. ისინი შექმნეს ინდუსტრია. და შემდეგ, რაღაც მიზეზით, ისინი გაქრნენ. შესაძლოა კლიმატის ცვლილება, შესაძლოა რესურსების ამოწურვა, შესაძლოა ომი. არ აქვს მნიშვნელობა. ისინი გაქრნენ. რა დარჩებოდა მათგან ახლა 50 მილიონი წლის შემდეგ? პირველი ფიზიკური სტრუქტურები, ქალაქები, შენობები, გზები სრულიად გაქრებოდა. 50 მილიონი წელი არის საკმარისი, რომ ეროზიამ წაშალოს ყველაფერი ზედაპირიდან. მეორე, უმეტესი ქიმიური მარკერები, ნახშირბადის თანაფარდობა, აზოტის ანომალიები, მძიმე მეტალები. შეიძლება შენარჩუნდეს, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ნალექები დაგროვდა სწრაფად და არ განიცდიან მეტამორფოზას. ეს არის მცირე ნაწილი პლანეტის ზედაპირის. მესამე, რადიოაქტიური იზოტოპები. თუ ისინი გამოიყენეს ატომურ ენერგიას, შეიძლება შენარჩუნდეს, მაგრამ მხოლოდ გრძელვადიანი იზოტოპები და მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც კონცენტრაცია იყო მაღალი. ახლა კითხვა. თუ ჩვენ თანამედროვე გეოლოგები ვეძებდით ასეთ ცივილიზაციას, ვიპოვიდით მას? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, სად ვეძებთ და რას ვეძებთ. 2021 წელს გეოლოგებმა კოლორადოს სკოლიდან მაღაროებისა ხელმძღვანელობდა პროფესორი სტივენ თონტი. შექმნა სია ადგილების, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა, რომ შენარჩუნდეს ძველი ცივილიზაციის კვალი. პირველი, ღრმა ოკეანის ნალექები, მაგრამ არა ნებისმიერი. მხოლოდ ის ნალექები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილებში, სადაც ოკეანის ფსკერი იყო ახალი, ახლოს შუა ოკეანის ქედთან და შემდეგ გადაადგილდა სუბდუქციის ზონისგან. ასეთი ნალექები შეიძლება შენარჩუნდეს 200 მილიონ წლამდე, მაგრამ 50 მილიონი წლის წინ ყველა ოკეანის ფსკერი, რომელიც არსებობდა იმ დროს, უკვე ჩაიზიდა სუბდუქციაში და განადგურდა. მეორე, კონტინენტური დელტები.
ადგილები, სადაც დიდი მდინარეები ერთვიან ზღვას. ასეთ ადგილებში ნალექები გროდებიან სწრაფად და ქმნიან სქელ ფენებს. თუ ეს დელტები მოხვდნენ სტაბილურ რეგიონებში, არა მთიან ზონებში, არა სუბდუქციის ახლოს, ისინი შეიძლება შენარჩუნდეს ათობით მილიონი წელს. მაგალითად, მისისიპის დელტა, ან ამაზონის დელტა, ან განგის დელტა. ეს არის ადგილები, სადაც ჩვენი ცივილიზაციის ქიმიური ხელმოწერა შეიძლება შენარჩუნდეს. მაგრამ 50 მილიონი წლის წინ გეოგრაფია იყო სრულიად განსხვავებული. კონტინენტები იყვნენ სხვა პოზიციებში, მდინარეები მიედინებოდნენ სხვა მიმართულებებში. დელტები, რომლებიც არსებობდნენ იმ დროს, შეიძლება ახლა იყვნენ მთების ქვეშ, ან ოკეანის ფსკერზე, ან სრულიად განადგურებულნი. მესამე, ტბები. ღრმა, სტაბილური ტბები, სადაც ნალექები გროდებიან უწყვეტად მილიონობით წელს. ასეთი ტბები არსებობს, მაგალითად ტბა ბაიკალი სიბირში, ან ტბა ტანგანიკა აფრიკაში. ეს ტბები არსებობენ ათობით მილიონი წელს და შეიცავენ უწყვეტ ჩანაწერს ნალექების. თუ ცივილიზაცია არსებობდა ასეთი ტბის ახლოს და დატოვა ქიმიური ხელმოწერა, ეს ხელმოწერა შეიძლება შენარჩუნდეს ტბის ნალექებში. მაგრამ არის პრობლემა. ტბები არ არიან მარადიული. ისინი ივსებიან ნალექებით და ხდებიან დაბლობები. ან ისინი ხმება, როდესაც კლიმატი იცვლება. ან ისინი ქრებიან, როდესაც ტექტონიკა იცვლება. მეოთხე და ყველაზე სტაბილური, კრატონების შიდა აუზები. ეს არის დაბლობები კრატონების ცენტრში, სადაც ნალექები გროვდებიან მილიონობით წელს და არ განიცდიან ტექტონიკურ დარღვევას. მაგალითად, ავსტრალიის ცენტრალური აუზი, ან სამხრეთ აფრიკის კალახარის აუზი, ან ჩრდილოეთ ამერიკის ვილისტონის აუზი. ეს აუზები არსებობენ ასობით მილიონი წელს. ნალექები, რომლებიც გროვდებიან ამ აუზებში, შეიძლება შენარჩუნდეს თითქმის უცვლელად. 2020 წელს გეოლოგებმა ავსტრალიის გეოლოგიური სამსახურიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი ალან კოლინსი. შეისწავლეს ნალექები ავსტრალიის ცენტრალურ აუზში. მათ აღმოაჩინეს ნალექები, რომლებიც შენარჩუნებულია 600 მილიონ წლამდე. 600 მილიონი წელი. ეს არის დრო, რომელიც აღემატება ადამიანის ევოლუციის მთელ ისტორიას. თუ ცივილიზაცია არსებობდა ასეთ აუზში და დატოვა ქიმიური ხელმოწერა, ეს ხელმოწერა შეიძლება შენარჩუნდეს ასობით მილიონი წელს. მაგრამ არის ერთი პრობლემა. ეს აუზები არის უდაბნოები. ან იყო უდაბნოები უმეტეს დროს. ინტელექტუალური ცივილიზაცია ალბათ არ განვითარდება უდაბნოში. ცივილიზაციებს სჭირდებათ წყალი, რესურსები, ბიომრავალფეროვნება. ასე რომ ალბათობა, რომ ცივილიზაცია არსებობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც მისი კვალი შეიძლება შენარჩუნდეს, არის მცირე. და აქ ჩვენ მივდივართ ფუნდამენტურ კითხვაზე. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ინტელექტუალური ცივილიზაცია არსებობდეს პლანეტაზე და არ დატოვოს კვალი, რომელიც შეიძლება აღმოჩენილ იქნეს მილიონობით წლის შემდეგ? პასუხი როგორც ჩანს არის დიახ. ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, ეს არის სავარაუდო. დავფიქრდეთ ამაზე. ჩვენი ცივილიზაცია, ყველაფერი რაც ჩვენ ვაშენეთ, ყველაფერი რაც ჩვენ შევქმენით, არსებობს დაახლოებით 200 წელს ინდუსტრიულ მასშტაბში. 200 წელი. ეს არის 0,0004% დედამიწის ისტორიის. თუ ჩვენ გავქრებით ახლა, ჩვენი კვალი იქნება თხელი ფენა ქიმიური ანომალიებით, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს მხოლოდ მცირე ნაწილზე პლანეტის ზედაპირის. და ეს ფენა იქნება ძალიან თხელი. შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი, გეოლოგიურ ჩანაწერში, რომელიც აღწევს კილომეტრებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გეოლოგი 100 მილიონი წლის შემდეგ სწავლობს ქანებს. ის იღებს ნიმუშებს ყოველ 10 მეტრში. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა. მაგრამ ჩვენი ფენა არის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი. ალბათობა, რომ ის მოხდება სწორედ ამ ფენაში, არის დაახლოებით 1000-დან. და თუნდაც ის მოხდეს, ის უნდა იცოდეს, რას ეძებს. ის უნდა გაზომოს იზოტოპური შედგენილობა ძალიან მაღალი სიზუსტით. ის უნდა შეადაროს ეს მონაცემები ბუნებრივ ფონთან. ის უნდა გამორიცხოს ყველა სხვა ახსნა. ეს არის ძალიან რთული. და ეს არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფენა საერთოდ შენარჩუნებულია. 2018 წელს გავინ შმიდტმა ნასადან და ადამ ფრანკმა როჩესტერის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს სტატია სათაურით სილურიის ჰიპოთეზა, ინდუსტრიული ცივილიზაციის აღმოჩენა გეოლოგიურ ჩანაწერში. სახელი მოდის სერიიდან დოქტორ ვუ, მაგრამ კითხვა სერიოზულია. მათ დასვეს კითხვა: თუ ინდუსტრიული ცივილიზაცია არსებობდა დედამიწაზე მილიონობით წლის წინ, არა ადამიანები, არამედ რაღაც სხვა სახეობა, როგორ ვიცნობდით მას? მათ გაანალიზეს ყველა შესაძლო მარკერი, ქიმიური ანომალიები, იზოტოპური ხელმოწერერები, პური ხელმოწერები, ნამარხი საწვავის გამოყენების კვალი, პლასტიკის ნარჩენები, რადიოაქტიური იზოტოპები.
და მათ დაასკვნეს, რომ თუ ასეთი ცივილიზაცია არსებობდა და გაქრა უფრო ადრე ვიდრე რამდენიმე მილიონი წლის წინ, ჩვენ ალბათ ვერ ვიპოვიდით მას. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეძებთ, არამედ იმიტომ, რომ კვალი უბრალოდ აღარ არსებობს. ეს არის შემაშფოთებელი დასკვნა, იმიტომ რომ ის ნიშნავს, რომ დედამიწის გეოლოგიური ჩანაწერი არ არის სრული. ის არის ფრაგმენტული, ის არის ფილტრირებული უზარმაზარი დროის მასშტაბებით და ძალადობრივი გეოლოგიური პროცესებით. უმეტესი ისტორია უბრალოდ წაშლილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევტყიდოთ ძებნა. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილად იმის შესახებ, სად ვეძებთ და რას ვეძებთ. 2022 წელს საერთაშორისო ჯგუფმა გეოლოგებისგან დაიწყო პროექტი სახელწოდებით ღრმა დროის არქეოლოგია. მათი მიზანი არის იდენტიფიცირება ადგილების, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა, რომ შენარჩუნდეს ძველი ცივილიზაციის კვალი და ამ ადგილების სისტემატური შესწავლა. მათ შექმნეს კრიტერიუმების სია. პირველი, გეოლოგიური სტაბილურობა. ადგილები, რომლებიც არ განიცდიან ტექტონიკურ აქტივობას. მეორე, სწრაფი ნალექების დაგროვება. ადგილები, სადაც ნალექები გროვდებიან სწრაფად და ქმნიან სქელფენებს. მესამე, დაბალი მეტამორფოზი. ადგილები, რომლებიც არ განიცდიან მაღალ ტემპერატურას და წნევას. მეოთხე, ხელმისაწვდომობა. ადგილები, სადაც ჩვენ შეგვიძლია აღება ნიმუშების. ამ კრიტერიუმების საფუძველზე ისინი იდენტიფიცირეს დაახლოებით 30 პრიორიტეტულ ადგილს პლანეტაზე. ეს მოიცავს ღრმა ოკეანის ბურღვის ადგილებს, კონტინენტურ დელტებს, სტაბილურ ტბებს, კრატონების შიდა აუზებს. მათ დაიწყეს ამ ადგილების სისტემატური შესწავლა. ისინი იღებენ ნიმუშებს. ისინი აანალიზებენ იზოტოპურ შედგენილობას. ისინი ეძებენ ანომალიებს. ჯერჯერობით ისინი არაფერი აღმოაჩინეს. არანაირი მტკიცებულება წინა ცივილიზაციების შესახებ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ცივილიზაციები არ არსებობდნენ. ეს მხოლოდ ნიშნავს, რომ თუ ისინი არსებობდნენ, მათი კვალი ან წაშლილია, ან ჯერ არ აღმოჩენილა. მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ჩვენ ჯერ არ განვიხილეთ. ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ აქამდე, ეხება ქიმიურ და იზოტოპურ მარკერებს. მაგრამ რა მოხდება ფიზიკურ ობიექტებთან? არის თუ არა რაიმე, რაც ჩვენ შევქმენით, რაც შეიძლება შენარჩუნდეს 100 მილიონი წლის განმავლობაში? პასუხი შეიძლება გაგაკვირვოთ. იმიტომ რომ არის ერთი ადგილი, სადაც ჩვენი ცივილიზაციის ფიზიკური არტეფაქტები შეიძლება შენარჩუნდეს თითქმის უცვლელად. ადგილი, სადაც არ არის ეროზია, არ არის ტექტონიკა, არ არის ატმოსფერო, არ არის წყალი. ეს ადგილი არის მთვარე. და არა მხოლოდ მთვარე, მარსი, ასტეროიდები. ყველა ადგილი კოსმოსში, სადაც ჩვენ დავტოვეთ რაიმე. 2069 წელს ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა დატოვეს ფეხის ანაბეჭდები მთვარის ზედაპირზე. ეს ანაბეჭდები ჯერ კიდევ იქ არიან და ისინი იქ იქნებიან მილიონობით წელს. იმიტომ რომ მთვარეზე არ არის ქარი, არ არის წყალი, არ არის ეროზია. აპოლოს მისიებმა დატოვეს მთვარეზე დაახლოებით 190 ტონა აღჭურვილობა. ლანდერების ნაწილები, სამეცნიერო ინსტრუმენტები, ფლაგები, ფოტოაპარატები. ყველა ეს ობიექტი ჯერ კიდევ იქ არის და ისინი იქ იქნებიან მილიარდობით წელს. თუ ჩვენი ცივილიზაცია გაქრება და თუ რაიმე სხვა ინტელექტუალური სახეობა განვითარდება დედამიწაზე მილიონობით წლის შემდეგ, ისინი შეიძლება ვერ იპოვონ ჩვენი კვალი დედამიწაზე. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ მთვარეს, ისინი იპოვიან უტყუარ მტკიცებულებას, რომ ჩვენ აქ ვიყავით. ეს არის პარადოქსი. ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე მდგრადი კვალი შეიძლება იყოს არა იქ, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, არამედ იქ, სადაც ჩვენ მხოლოდ ვიზიტორები ვიყავითით. მაგრამ რა მოხდება თუ წინა ცივილიზაციამ ასევე მიაღწია კოსმოსს? რა მოხდება თუ ისინი დატოვეს არტეფაქტები მთვარეზე, ან მარსზე, ან ასტეროიდებზე? როგორ ვიცნობდით ამ არტეფაქტებს? და უფრო ფუნდამენტური კითხვა. რა არის ის მინიმალური დონე ტექნოლოგიის, რომელიც საჭიროა, რომ დატოვო კვალი, რომელიც შეიძლება აღმოჩენილი იქნეს მილიონობით წლის შემდეგ? ეს არის კითხვები, რომლებიც მიგვიყვანენ ყველაზე ღრმა ფილოსოფიულ პრობლემებთან. იმიტომ რომ ისინი ეხება არა მხოლოდ ჩვენს წარსულს, არამედ ჩვენს მომავალს. და არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ნებისმიერი ცივილიზაციის მომავალს სამყაროში. აი პარადოქსი, რომელიც ცვლის ყველაფერს. ყველაზე მდგრადი მტკიცებულება ჩვენი არსებობის შესახებ შეიძლება იყოს არა იქ, სადაც ჩვენ ვაშენეთ ცივილიზაცია, არამედ იქ, სადაც ჩვენ არასოდეს ცხოვრობდით. დავფიქრდეთ ამაზე. დედამიწაზე, სადაც ჩვენ შევქმენით ყველაფერი, ქალაქები, ხიდები, ქარხნები, ბირთვული რეაქტორები, გეოლოგიური ძალები წაშლიან ჩვენს კვალს 10,000 წლის განმავლობაში. მაგრამ მთვარეზე, სადაც ჩვენ მხოლოდ 12 ჯერ ვიყავით, სულ 92 საათის განმავლობაში,
ჩვენი კვალი შენარჩუნდება მილიარდობით წელს. 2023 წელს პლანეტოლოგებმა ბრაუნის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი ჯიმ ჰედი გამოთვალეს მთვარის ზედაპირის ეროზიის სიჩქარე. მთვარეზე არ არის ატმოსფერო, არ არის წყალი, არ არის ქარი. ერთადერთი ეროზიის მექანიზმი არის მიკრომეტეორიტების დაბომბვა და კოსმოსური გამოსხივება. მათი გამოთვლებით ფეხის ანაბეჭდი მთვარის რეგოლიტში, ის ნაცრისფერი მთვერი, რომელიც ფარავს მთვარის ზედაპირს, იშლება დაახლოებით 1 მილიმეტრი 10 მილიონი წლის განმავლობაში. ნილ არმსტრონგის ფეხის ანაბეჭდი, რომელიც დაახლოებით 5 მილიმეტრი სიღრმისაა, სრულიად გაქრება დაახლოებით 50 მილიონი წლის შემდეგ. 50 მილიონი წელი. ეს არის დრო, რომელიც აღემატება დინოზავრების გადაშენებას. ეს არის დრო, რომელიც აღემატება ძუძუმწოვრების დომინირების მთელ ეპოქას. მაგრამ ფეხის ანაბეჭდები არ არის ერთადერთი, რაც დავტოვეთ მთვარეზე. აპოლოს 6-მა მისიამ, რომლებმაც დაასხეს ადამიანები მთვარეზე, 1969 წლიდან 1972 წლამდე დატოვეს მთვარეზე დეტალური ინვენტარი. 6 ლუნარული მოდული, ქვედანაწილები, რომლებიც გამოიყენებოდა დაშვებისთვის და რომლებიც დარჩა მთვარეზე, როდესაც ასტრონავტები დაბრუნდნენ ორბიტაზე. თითოეული იწონის დაახლოებით 2 ტონას. 6 ამერიკული ფლაგი, ნეილონის ქსოვილი ალუმინის ჩარჩოზე. მართალია კოსმოსური გამოსხივება უკვე გაანადგურა ფერებს და ქსოვილი ალბათ დაიშალა, მაგრამ ალუმინის ჩარჩო რჩება. 3 ლუნარული როვერი, ელექტრომანქანები, რომლებზეც ასტრონავტები მოძრაობდნენ. თითოეული იწონის დაახლოებით 210 კილოგრამს. 5 ლაზერული რეფლექტორი. სპეციალური სარკეები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოიყენება დედამიწიდან ლაზერული სხივების ასახვისთვის, რათა გაიზომოს მანძილი მთვარემდე მილიმეტრული სიზუსტით. ასობით სამეცნიერო ინსტრუმენტი. სეისმომეტრები, მაგნიტომეტრები, კოსმოსური სხივების დეტექტორები და ასობით პირადი ნივთი. ფოტოაპარატები, ხელსაწყოები, ჩანთები, კონტეინერები, თუნდაც გოლფის ბურთი, რომელიც ალან შეპარდმა დაარტყა აპოლო 14-ის მისიაზე. ყველა ეს ობიექტი ჯერ კიდევ იქ არის და ყველა ეს ობიექტი იქ იქნება მილიონობით წელს. მაგრამ რა მდგომარეობაში იქნებიან ისინი? 2021 წელს მასალათმცოდნეებმა NASA-დან, ხელმძღვანელობდა დოქტორი მიშელ გერლიჩი, შეისწავლეს როგორ იცვლება მასალები მთვარის გარემოში. მთვარეზე არ არის ატმოსფერო, რაც ნიშნავს, რომ ობიექტები პირდაპირ ექვემდებარებიან. კოსმოსურ გამოსხივებას, მაღალ ენერგიულ ნაწილაკებს, რომლებიც მოდიან მზიდან და galaktikიდან, ულტრაისფერ გამოსხივებას, რომელიც დედამიწაზე ბლოკირებულია ატმოსფეროს მიერ, ექსტრემალურ ტემპერატურულ ციკლებს, დრის მხარეს 130 გრადუსამდე ცელსიუსით, ღამის მხარეს -170 გრადუსამდე, მიკრომეტეორიტების დაბომბვას, მცირე ქვების მუდმივ ცვიმას, რომლებიც მოძრაობენ კილომეტრობით წამში. ამ პირობებში მასალები იცვლებიან, მაგრამ ძალიან ნელ. პლასტიკი და რეზინი. ულტრაისფერი გამოსხივება შლის პოლიმერულ ჯაჭვებს. 10 მილიონი წლის შემდეგ ეს მასალები გადაიქცევიან თურად. ალუმინი ოქსიდირდება ზედაპირზე, ქმნის დანცავ ფენას. ეს ფენა იცავს შიდა მასალას. 100 მილიონი წლის შემდეგ ალუმინის კონსტრუქციები ჯერ კიდევ იქნებიან ამოსაცნობი. ფოლადი. ჟანგვა მთვარეზე არ ხდება, იმიტომ რომ არ არის ჰაერი და წყალი. მაგრამ მიკრომეტეორიტების დაბომბვა ნელა ანადგურებს ზედაპირს. 100 მილიონი წლის შემდეგ ფოლადის ობიექტები იქნებიან დაზიანებული, მაგრამ ჯერ კიდევ არსებული. მინა და კერამიკა. ყველაზე სტაბილური მასალები. ისინი შეიძლება შენარჩუნდეს მილიარდობით წელს. აი მეორე პარადოქსი. რაც უფრო მარტივია ობიექტი, მით უფრო დიდხანს ის გადარჩება. კომპლექსური ელექტრონული მოწყობილობები, კომპიუტერები, კამერები, რადიოები შეიცავენ დელიკატურ კომპონენტებს, რომლებიც სწრაფად იშლებიან. 10 მილიონი წლის შემდეგ ისინი იქნებიან უსარგებლო ნამსხვრევები, მაგრამ მარტივი მექანიკური ობიექტები, ხელსათროები, ჩარჩოები, კონტეინერები შეიძლება შენარჩუნდეს 100 მილიონი წლის განმავლობაში. და ყველაზე მარტივი ობიექტები, ქვები, რომლებზეც ასტრონავტებმა დატოვეს ნიშნები, ან ადგილები, სადაც ისინი გაწმინდეს რეგოლითი, შეიძლება შენარჩუნდეს მილიარდობით წელს. 2024 წელს არქეოასტრონომებმა ლაიდენის უნივერსიტეტიდან ნიდერლანდებში ხელმძღვანელობდა პროფესორი ალისა რაიზი შექმნა პროექტი სახელწოდებით მთვარის მემკვიდრეობა. მათი მიზანი არის კატალოგიზაცია ყველა ობიექტის, რომელიც ადამიანებმა დატოვეს მთვარეზე და პროგნოზირება, რამდენი ხანი შენარჩუნდება თითოეული. მათი გამოთვლებით, 10,000 წლის შემდეგ ყველა ობიექტი ჯერ კიდევ იქნება თითქმის უცვლელი. 1 მილიონი წლის შემდეგ პლასტიკი და რეზინი გაქრება, ელექტრონიკა განადგურდება, მაგრამ მეტალის კონსტრუქციები რჩება.
10 მილიონი წლის შემდეგ ფეხის ანაბეჭდები დაიწყებს გაქრობას. მაგრამ დიდი ობიექტები, ლუნარული მოდულები, როვერები, ჯერ კიდევ იქნებიან ამოსაცნობი. 100 მილიონი წლის შემდეგ უმეტესი მეტალის ობიექტები იქნებიან ძლიერ დაზიანებული, მაგრამ ჯერ კიდევ არსებული. ლაზერული რეფლექტორები, რომლებიც დამზადებულია სპეციალური მინისგან, ჯერ კიდევ იმუშავებენ. 1 მილიარდი წლის შემდეგ მხოლოდ ყველაზე მასიური ობიექტები რჩება. ლუნარული მოდულების ძირითადი კონსტრუქციები, როვერების ჩონჩხები. მაგრამ ისინი იქნებიან ამოსაცნობი როგორც ხელოვნური ობიექტები. 1 მილიარდი წელი. ეს არის დრო, რომელიც აღემატება მრავალუჯრედიანი სიცოცხლის არსებობას დობას დედამიწაზე. მაგრამ მთვარე არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ დავტოვეთ გვალი. მარსზე ამ მომენტში მუშაობს 5 როვერი და ლენდერი: პერსევერანსი, კიურიოსიტი, ინსაიტი და ჩინური ჯურონგი. მათ წინ მარსზე დარჩა კიდევ 8 ლენდერი და როვერი, რომლებმაც დაასრულეს მისიები: ვაიკინგი 1, ვაიკინგი 2, პათფაინდერი, სპირიტი, ოპორტუნიტი, ფინიქსი, სკიაპარელი და ჩინური ჟურონგი. ყველა ეს ობიექტი ახლა არის მარსის ზედაპირზე და ყველა ეს ობიექტი იქ იქნება მილიონობით წელს. მაგრამ მარსი განსხვავდება მთვარისგან. მარსს აქვს ატმოსფერო, თუმცა თხელი, მხოლოდ 1% დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის. მარსს აქვს ქარი, რომელიც შეიძლება მიაღწიოს 100 კმ/სთ მთვრის ქარიშხლების დროს. მარსს აქვს ტემპერატურის ციკლები, თუმცა არა ისეთი ექსტრემალური როგორც მთვარეზე. ეს ნიშნავს, რომ ეროზია მარსზე უფრო სწრაფია ვიდრე მთვარეზე, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ნელა დედამიწასთან შედარებით. 2022 წელს პლანეტოლოგებმა კალტექიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი ბეთანი ელმანი გამოთვალეს ეროზიის სიჩქარე მარსზე. მათ გამოიყენეს მონაცემები მარსის როვერებიდან, რომლებიც აკვირდებიან ქვებისა და ქანების ცვლილებებს. მათი გამოთვლებით მარსის ზედაპირი იკარგება დაახლოებით 1 მიკრონი წელიწადში ეკვატორულ რეგიონებში, სადაც ქარიშხლები ხშირია. პოლარულ რეგიონებში, სადაც ქარი უფრო სუსტია, ეროზია უფრო ნელია, დაახლოებით 1 მიკრონი 10 წელიწადში. 1 მიკრონი წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ 1 მილიმეტრი 1000 წლის განმავლობაში. 1 მეტრი 1 მილიონი წლის განმავლობაში. მილიონი წლის განმავლობაში. მარსის როვერები არიან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის. ეს ნიშნავს, რომ 2 მილიონი წლის შემდეგ ისინი სრულიად გაქრებიან ეკვატორულ რეგიონებში. მაგრამ პოლარულ რეგიონებში ისინი შეიძლება შენარჩუნდეს 20 მილიონი წლის განმავლობაში. 20 მილიონი წელი. ეს არის ნახევარი იმ დროის, რაც გავიდა დინოზავრების გადაშენებიდან. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი: დაფარვა მტვრით. მარსზე მტვრის ქარიშხლები შეიძლება დაფაროს მთელი პლანეტა. ეს მტვერი ეცემა ზედაპირზე და ნელა აგროვებს ფენებს. ზოგიერთ ადგილას მტვრის დაგროვება არის დაახლოებით 1 მილიმეტრი 100 წელიწადში. თუ როვერი დაიფარება მტვრით, ის იქნება დაცული ეროზიისგან. და თუ ეს მტვერი გაიყინება, რაც ხდება პოლარულ რეგიონებში, როვერი შეიძლება შენარჩუნდეს 10 მილიონი წელს. მაგრამ აქ სკეპტიკოსი შეიძლება იკითხოს: რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ გრობა აქვს, რომ ჩვენი როვერები შენარჩუნდებიან მარსზე 20 მილიონი წლის განმავლობაში, თუ არავინ იქნება, ვინც მათ იპოვის? ეს არის სამართლიანი კითხვა. და პასუხი გვიყვანს ფუნდამენტურ აზრთან იმის შესახებ, რა არის ცივილიზაციის კვალი და ვისთვის ის არსებობს. დავფიქრდეთ ამაზე ორი პერსპექტივიდან. პირველი პერსპექტივა: ჩვენი საკუთარი მომავალი. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანობა გადარჩება და გაგრძელებს კოსმოსის შესწავლას. 10,000 წლის შემდეგ ჩვენი შთამომავლები შეიძლება დაბრუნდნენ მთვარეზე და იპოვონ აპოლოს ლენდერები. ეს იქნება როგორც არქეოლოგიური ძეგლი, ფიზიკური კავშირი ჩვენს წარსულთან. 100,000 წლის შემდეგ თუ ადამიანობა კოლონიზებს მარსს, ისინი შეიძლება იპოვონ პირველი როვერები. ეს იქნება როგორც პილიგრიმების ძეგლი, ადგილი, სადაც ჩვენი სახეობა პირველად შეეხო სხვა პლანეტას. 1 მილიონი წლის შემდეგ თუ ადამიანობა ჯერ კიდევ არსებობს, შესაძლოა უკვე არა როგორც ჰომო საპიენსი, არამედ როგორც რაღაც სხვა, ევოლუციონირებული ფორმა. ისინი შეიძლება იპოვონ ეს არტეფაქტები და გაიგონ, რომ ისინი მოდიან ცივილიზაციიდან, რომელიც ოდესმე იყო დედამიწაზე. ეს არის ერთი პერსპექტივა. კვალი როგორც მემკვიდრეობა ჩვენი საკუთარი მომავლისთვის. მეორე პერსპექტივა. სხვა ცივილიზაციები. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანობა გაქრება. შესაძლოა კლიმატის კატასტროფა, შესაძლოა ბირთვული ომი, შესაძლოა ასტეროიდის დაჯახება. არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გავქრებით. 10 მილიონი წლის შემდეგ დედამიწაზე ევოლუციონირებს ახალი ინტელექტუალური სახეობა. შესაძლოა ოქტოპუსების შთამომავლები, რომლებიც უკვე ახლა აჩვენებენ გასაოცარ ინტელექტს. შესაძლოა ფრინველების შთამომავლები, ხორნები და თუთიყუშები უკვე იყენებენ ხელსაწყოებს.
შესაძლოა რაღაც სრულიად ახალი, რაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. ეს ახალი სახეობა ვითარდება. ისინი ქმნიან ენას, კულტურას, ტექნოლოგიას. ისინი იწყებენ გეოლოგიის შესწავლას. ისინი ეძებენ კვალს წინა ცივილიზაციების. დედამიწაზე ისინი ალბათ ვერაფერს იპოვიან. ყველაფერი წაშლილია. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ მთვარეს და თუ ისინი არიან ტექნოლოგიური ცივილიზაცია, ისინი საბოლოოდ მიაღწევენ. ისინი იპოვიან აპოლოს ლენდერებს. და ეს იქნება შოკი. იმიტომ რომ ეს იქნება უთხუარი მტკიცებულება, რომ ისინი არ არიან პირველი. რომ სანამ ისინი სხვა ინტელექტუალური სახეობა არსებობდა ამ პლანეტაზე, სახეობა, რომელმაც მიაღწია კოსმოსს. ეს იქნება ყველაზე ღრმა ფილოსოფიური აღმოჩენა, რაც შესაძლებელია. და აქ ჩნდება მესამე, ყველაზე შემაშფოთებელი პარადოქსი. თუ ჩვენ ადამიანები ვართ პირველი ინტელექტუალური სახეობა დედამიწაზე, რაც სავარაუდოა, მაშინ როდესაც ჩვენ ვეძებთ კვალს წინა ცივილიზაციების, ჩვენ არაფერს ვერ ვიპოვით დედამიწაზე. მაგრამ რა მოხდება თუ წინა ცივილიზაცია არსებობდა და მიაღწია კოსმოსს? რა მოხდება თუ ისინი დატოვეს არტეფაქტები მთვარეზე, ან მარსზე, ან ასტეროიდებზე? ჩვენ ვეძებთ არაცდორ ადგილას. 2023 წელს ასტრობიოლოგებმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ავი ლოები. შემოგთავაზეს პროვოკაციული იდეა. ჩვენ უნდა ვეძებოთ ექსტრატერესტრული ტექნოლოგიის კვალი, არა მხოლოდ რადიოსიგნალებით, არამედ არქეოლოგიური არტეფაქტებით მზის სისტემაში. მათ შექმნეს პროექტი სახელწოდებით გალილეოს პროექტი, რომლის მიზანია სისტემატური ძებნა ანომალური ობიექტების მზის სისტემაში. ეს მოიცავს მთვარის ზედაპირის მაღალი გარჩევადობის სკანირება, ძებნა სტრუქტურების, რომლებიც არ შეიძლება იყოს ბუნებრივი. მარსის ზედაპირის დეტალური ანალიზი, ძებნა ობიექტების, რომლებიც ძალიან სიმეტრიულია ან ძალიან რეგულარულია, რომ იყოს ბუნებრივი. ასტეროიდების შესწავლა, განსაკუთრებით ის ასტეროიდები, რომლებსაც აქვთ უცნაური ორბიტები ან უცნაური ფორმები. ჯერჯერობით ისინი არაფერი არ მოაჩინეს, მაგრამ ძებნა მხოლოდ იწყება. მაგრამ არტეფაქტები არ არის ერთადერთი გზა, რომ დატოვო კვალი კოსმოსში. არის კიდევ ერთი, უფრო დელიკატური, მაგრამ პოტენციურად უფრო გრძელვადიანი კვალი. ტექნოლოგიური სიგნატურები. წარმოიდგინეთ, რომ ცივილიზაცია იყენებს ბირთვულ ენერგიას კოსმოსში. ისინი აშენებენ რეაქტორებს მთვარეზე, ან მარსზე, ან ასტეროიდებზე. ეს რეაქტორები წარმოქმნიან რადიოაქტიურ ნარჩენებს. როდესაც რეაქტორი წყვეტს მუშაობას, ეს ნარჩენები რჩება და ისინი რჩებიან მილიონობით წელს. 2021 წელს ბირთვული ფიზიკოსებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი რიჩარდ ლანზა, გამოთვალეს რამდენი ხანი შენარჩუნდება რადიოაქტიური სიგნატურა ბირთვული რეაქტორის. მათი გამოთვლებით, პლუტონიუმ 229, ნახევარდაშლის პერიოდი 24,000 წელს, სრულიად გაქრება დაახლოებით 250,000 წელში. პლუტონიუმ 224, ნახევარდაშლის პერიოდი 890,000 წელს, შენარჩუნდება დაახლოებით 10 მილიონი წლის განმავლობაში აღმოჩენად დონეზე. იოდი 129, ნახევარდაშლის პერიოდი 15,617,000 წელს, შენარჩუნდება დაახლოებით 100 მილიონი წლის განმავლობაში. 100 მილიონი წელი. ეს არის ზუსტად ის დროის მასშტაბი, რომელზეც ვსაუბრობთ. მაგრამ არის კიდევ უფრო გრძელვადიანი სიგნატურები. წარმოიდგინეთ, რომ ცივილიზაცია იყენებს თერმობირთვულ ენერგიას, შერწყმას, არადდაშლას. თერმობირთვული რეაქტორი აერთიანებს მსუბუქ ელემენტებს, მაგალითად წყალბადის იზოტოპებს და ქმნის მძიმე ელემენტებს, მაგალითად ჰელიუსს, მაგალითად ჰელიუმს. ეს პროცესი ქმნის სპეციფიკურ იზოტოპურ ხელმოწერას. მაგალითად, ჰელიუმ-3-ის კონცენტრაცია იზრდება. ან ტრიტიუმის, წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპის კონცენტრაცია იზრდება. თუ ასეთი რეაქტორი მუშაობს მთვარეზე ან მარსზე, ის ათავისუფლებს ამ იზოტოპებს გარემოში. ისინი ნაწილდებიან რეგოლითში, მტვერში, რომელიც ფარავს ზედაპირს. და აქ არის საინტერესო. რეგოლითი მთვარეზე და მარსზე არ ირება. არ არის ქარი, რომელიც აურევს მას. არ არის წყალი, რომელიც გადაიდანს მას. ის უბრალოდ დევს ფენებად. ეს ნიშნავს, რომ იზოტოპური ანომალია, რომელიც შეიქმნა თერმობირთვული რეაქტორის მიერ, შეიძლება შენარჩუნდეს ფენაში მილიონობით წელს. 2024 წელს გეოქიმიკოსებმა ტოკიოს უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა დოქტორი კენჯი ჰამანო. შეისწავლეს იზოტოპური შედგენილობა მთვარის რეგოლითის, რომელიც მოითმოიტანეს აპოლოს მისიებმა. მათ აღმოაჩინეს, რომ რეგოლითი შეიცავს ფენებს, რომლებიც შენარჩუნებულია მილიონობით წელს. თუ ჩვენ ოდესმე ავაშენებთ თერმობირთვულ რეაქტორს მთვარეზე და თუ ეს რეაქტორი მუშაობს ასობით წელს, ის დატოვებს იზოტოპურ ხელმოწერას, რომელიც შეიძლება აღმოჩენილ იქნეს 100 მილიონი წლის შემდეგ. და თუ წინა ცივილიზაციამ ააშენა ასეთი რეაქტორი,
ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ის, თუ ვიცით, სად ვეძებთ და რას ვეძებთ. მაგრამ სკეპტიკოსი კვლავ შეიძლება იკითხოს, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ წინა ცივილიზაცია მიაღწევდა კოსმოსს? რატომ არ შეიძლება, რომ ისინი იყვნენ უბრალოდ პრიმიტიული ცივილიზაცია, რომელმაც ააშენა ქალაქები, მაგრამ არასოდეს განავითარა კოსმოსური ტექნოლოგია? ეს არის სამართლიანი კითხვა და პასუხი არის ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ წინა ცივილიზაცია საერთოდ არსებობდა. მაგრამ აქ არის საინტერესო აზრი. თუ ცივილიზაცია არსებობს საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში, რომ დატოვოს აღმოჩენადი კვალი გეოლოგიურ ჩანაწერში, ის ალბათ ასევე არსებობს საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში, რომ განავითაროს კოსმოსური ტექნოლოგია. ელფიქდეთ ამაზე. ჩვენი ცივილიზაცია, ქალაქები, წერა, სოფლის მეურნეობა არსებობს დაახლოებით 10,000 წელს. მაგრამ ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაცია, ის რომელიც ტოვებს ძლიერ გეოლოგიურ ხელმოწერას, არსებობს მხოლოდ 200 წელს. და ამ 200 წლის განმავლობაში ჩვენ გადავედით ორთქლის ძრავიდან ატომურ ენერგიამდე, კომპიუტერებამდე, კოსმოსურ ხომალდებამდე. თუ ცივილიზაცია არსებობს 1000 წლის განმავლობაში ინდუსტრიულ დონეზე, რაც საკმარისია, რომ დატოვოს ძლიერი გეოლოგიური ხელმოწერა, ის ალბათ ასევე მიაღწევს კოსმოსს. ეს არ არის დამტკიცებული, მაგრამ ეს არის გონივრული ვარაუდი. და ეს მიგვიყვანს კრიტიკულ კითხვაზე. რა არის მინიმალური ტექნოლოგიური დონე, რომელიც საჭიროა, რომ დატოვო კვალი, რომელიც შეიძლება აღმოჩენილ იქნეს 100 მილიონი წლის შემდეგ? 2023 წელს ტექნოლოგიის ისტორიკოსებმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ჯონ ნოტონი შექმნეს სკალა ტექნოლოგიური ცივილიზაციების კლასიფიკაციისთვის. ისინი დაკვეს ცივილიზაციები 5 დონეთ. დონე 0, პრე-ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობა, ქალაქები, მაგრამ არა ორთქლის ძრავები. ასეთი ცივილიზაცია ტოვებს მინიმალურ გეოლოგიურ კვალს. შესაძლოა მცირე ცვლილებები ნიადაგში, მცირე ცვლილებები ნახშირბადის ციკლში. ეს კვალი ალბათ არ შენარჩუნდება 100 მილიონი წლის განმავლობაში. დონე 1, ადრეული ინდუსტრიული, ორთქლის ძრავები, ქვანახშირი, რკინა. ასეთი ცივილიზაცია ტოვებს ზომიერ გეოლოგიურ კვალს. ნახშირბადის იზოტოპური ანომალია, მძიმე მეტალების კონცენტრაცია. ეს კვალი შეიძლება შენარჩუნდეს ათობით მილიონი წლის განმავლობაში სპეციფიკურ ადგილებში. დონე 2, მოწინავე ინდუსტრიული, ელექტროენერგია, ნავთობი, პლასტიკი. ასეთი ცივილიზაცია ტოვებს ძლიერ გეოლოგიურ კვალს. მრავალი ქიმიური ანომალია, პლასტიკის ნარჩენები. ეს კვალი შეიძლება შენარჩუნდეს 100 მილიონი წლის განმავლობაში. დონე 3, ბირთვული, ატომური ენერგია, ბირთვული იარაღი. ასეთი ცივილიზაცია ტოვებს უნიკალურ კვალს, რადიოაქტიური იზოტოპები, რომლებიც არ არსებობს ბუნებაში. ეს კვალი შეიძლება შენარჩუნდეს 100 მილიონი წლის განმავლობაში და არის თითქმის შეუძლებელი აღრევა ბუნებრივ პროცესებთან. დონე 4, კოსმოსური. კოსმოსური ხომალდები, კოლონიზაცია სხვა სხეულების. ასეთი ცივილიზაცია ტოვებს კვალს არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთვარეზე, მარსზე, ასტეროიდებზე. ეს კვალი შეიძლება შენარჩუნდეს მილიარდობით წელს. ჩვენ ადამიანობა ახლა ვართ გარდამავალ ეტაპზე დონე 3-დან დონე 4-ზე. ჩვენ გვაქვს ბირთვული ტექნოლოგია. ჩვენ დავიწყეთ კოსმოსის კოლონიზაცია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულად. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას კიდევ 100 წლის განმავლობაში, ჩვენ დავტოვებთ კვალს, რომელიც შეიძლება აღმოჩენილ იქნეს მილიარდობით წლის შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენ გავქრებით ახლა, ბირთვული ომის, კლიმატის კატასტროფის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, ჩვენი კვალი იქნება გაცილებით უფრო სუსტი. და ეს მიგვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ იდეამდე თანამედროვე მეცნიერებაში. დიდი ფილტრი. დიდი ფილტრი არის ჰიპოთეზა, რომელიც ცდილობს ახსნას ფერმის პარადოქსი. თუ სამყარო ასე დიდია და ასე ძველია, სად არიან ყველა უცხო პლანეტელები? ერთი შესაძლო პასუხი არის: ცივილიზაციები არსებობენ, მაგრამ ისინი არ გადარჩებიან საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში, რომ გახდნენ ინტერსტელარულული. არსებობს რაღაც, დიდი ფილტრი, რომელიც აჩერებს ცივილიზაციებს გარკვეულ ეტაპზე. ეს ფილტრი შეიძლება იყოს ბიოლოგიური. შესაძლოა ძალიან რთულია, რომ სიცოცხლე გაჩნდეს, ან რომ მრავალუჯრედიანი ორგანიზმები განვითარდნენ, ან რომ ინტელექტი ევოლუციონირდეს. ტექნოლოგიური. შესაძლოა ცივილიზაციები თვითდესტრუქციას უკეთებენ, როდესაც ისინი აღწევენ ბირთვულ ტექნოლოგიას, ან როდესაც ისინი ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს, ან როდესაც ისინი ამოწურავენ რესურსებს. გეოლოგიური. შესაძლოა პლანეტები ხდებიან უარგისი სიცოცხლისთვის გარკვეული დროის შემდეგ. შესაძლოა კლიმატის ცვლილებები, შესაძლოა ვულკანური აქტივობა, შესაძლოა ასტეროიდების დაჯახებები. თუ დიდი ფილტრი არის ჩვენს უკან, თუ ჩვენ უკვე გადავედით ყველაზე რთულ ნაწილს, მაშინ ჩვენ გვაქვს კარგი შანსი გადარჩენისთვის.
და გახდეთ ინტერსტელარული ცივილიზაცია. მაგრამ თუ დიდი ფილტრი არის ჩვენს წინ, თუ ყველაზე რთული ნაწილი ჯერ მოდის, მაშინ ჩვენი შანსები არ არის კარგი. და აქ არის შემაშფოთებელი აზრი. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით კვალს წინა ცივილიზაციების დედამიწაზე, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ დიდი ფილტრი არის ადრეულ ეტაპზე, რომ ინტელექტის ევოლუცია არის ძალიან იშვიათი. მაგრამ ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ დიდი ფილტრი არის გვიან ეტაპზე, რომ ცივილიზაციები ჩნდებიან, მაგრამ ისინი არ გადარჩებიან საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში, რომ დატოვონ მდგრადი კვალი. და ეს მიგვიყვანს ბოლო, ყველაზე ფუნდამენტურ კითხვაზე. რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც ცივილიზაციის, რომელმაც იცის ეს ყველაფერი? ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა წაშლის ყველაფერს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქალაქები, ჩვენი ძეგლები, ჩვენი ყველაფერი გაქრება 10,000 წლის განმავლობაში. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი გზა, რომ დავტოვოთ მდგრადი კვალი, არის გავვრცელდეთ მიღმა დედამიწისა. რომ დავტოვოთ არტეფაქტები მთვარეზე, მარსზე, ასტეროიდებზე, ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენ გავქრებით ახლა, შესაძლოა არავინ არასოდეს იცოდეს, რომ ჩვენ აქ ვიყავით. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ თუ ჩვენ გადავრჩებით, თუ ჩვენ გადავალახებთ დიდ ფილტრს, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ცივილიზაცია, რომელიც არსებობს არა ათასობით, არამედ მილიონობით წელს. ცივილიზაცია, რომელიც ავრცელებს სიცოცხლეს და ინტელექტს მთელ გალაქტიკაში. ცივილიზაცია, რომლის კვალი შენარჩუნდება არა 100 მილიონი, არამედ მილიარდობით წელს. ცივილიზაცია, რომელიც გახდება ნაწილი სამყაროს ისტორიის, არა როგორც მოკლე ეპიზოდი, არამედ როგორც მნიშვნელოვანი თავი. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვინ ვართ ჩვენ? ვართ თუ არა ჩვენ ცივილიზაცია, რომელიც გადარჩება? ან ვართ ჩვენ კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ჩაიშლება და გაქრება, დატოვებს მხოლოდ თხელ ფენას რადიოაქტიური იზოტოპებით გეოლოგიურ ჩანაწერში? პასუხი დამოკიდებულია ჩვენზე. და დრო, რომელიც გვაქვს გადაწყვეტილების მისაღებად, შეიძლება იყოს უფრო მოკლე, ვიდრე ვფიქრობთ. იმიტომ რომ დედამიწა არ ელოდება. გეოლოგიური ძალები არ ჩერდებიან. ეროზია, ტექტონიკა, მეტამორფოზი, ყველა ეს პროცესი მუშაობს ახლა, ამ წუთში, წაშლის ჩვენს კვალს. და თუ ჩვენ არ გავვრცელდებით მიღმა დედამიწისა, თუ ჩვენ არ დავტოვებთ არტეფაქტები სხვა სხეულებზე, თუ ჩვენ არ გავხდებით ნამდვილად კოსმოსური ცივილიზაცია, მაშინ 100 მილიონი წლის შემდეგ შესაძლოა არაფერი არ დარჩება ჩვენგან, გარდა ერთი თხელი ფენისა. 1 სანტიმეტრის ფენისა. ფენისა, რომელიც შეიძლება ვერასოდეს აღმოჩენილ იქნეს. და ეს იქნება ყველაფერი. ყველაფერი, რაც დარჩება ცივილიზაციისგან, რომელმაც ააშენა ცათამბჯენები, გაგზავნა ხომალდები კოსმოსში, შეიცნო ატომის სტრუქტურა და სამყაროს წარმოშობა. 1 სანტიმეტრი. მესმის, რას ფიქრობთ ამ მომენტში? ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა, ჟღერს როგორც სპეკულაცია, როგორც ფილოსოფიური თამაში. შესაძლოა თუნდაც როგორც ფსევდომეცნიერება, ის ტიპის თეორიები, რომლებსაც ხვდებით დოკუმენტურ ფილმებში ძველი ასტრონავტების შესახებ. და თქვენ მართალი ხართ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ. მოდით ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელები იმის შესახებ, რას ვიცით და რას არ ვიცით. რას ვიცით დარწმუნებით? 1. დედამიწის გეოლოგიური პროცესები წაშლიან ყველაფერს. ეს არ არის თეორია, ეს არის დაკვირვებადი ფაქტი. ჩვენ ხედავთ, როგორ ქრებიან მთები. ჩვენ ზომავთ ეროზიის სიჩქარეს. ჩვენ სწავლობთ, როგორ მუშაობს სუბდუქცია. ეს არის მქარი მეცნიერება. 2. ნამარხების ჩანაწერი არის ფრაგმენტული. ჩვენ ვიცით, რომ უმეტესი ორგანიზმები არ ინახებიან. ჩვენ ვიცით, რომ გეოლოგიური ჩანაწერი აქვს უზარმაზარი ხარვეზები. ეს ასევე არის დადასტურებული ფაქტი. 3. ჩვენი ცივილიზაციის ფიზიკური სტრუქტურები გაქრება 10,000 წლის განმავლობაში. ეს არის გამოთვლა, რომელიც ემყარება ცნობილ ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს. არანაირი სპეკულაცია არის სპეკულაცია. 4. კოსმოსური არტეფაქტები შენარჩუნდებიან გაცილებით დიდხანს ვიდრე დედამიწაზე. მთვარეზე არ არის ატმოსფერო, არ არის წყალი, არ არის ტექტონიკა. ეს არის მარტივი ფიზიკა. ეს ყველაფერი არის მეცნიერება, არა სპეკულაცია. მაგრამ აქ იწყება ის, რასაც ჩვენ არ ვიცით. არსებობდა თუ არა ოდესმე წინა ინტელექტუალური ცივილიზაცია დედამიწაზე? პასუხი: ჩვენ არ ვიცით. არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ასეთი ცივილიზაცია არსებობდა. არც ერთი ნამარხი, არც ერთი არტეფაქტი, არც ერთი უთხუარი გეოლოგიური ხელმოწერა. უმეტესი მეცნიერები და მე მათ შორის თვლიან, რომ ასეთი ცივილიზაცია ალბათ არ არსებობდა. ადამიანები სავარაუდოდ ვართ პირველი ტექნოლოგიური სახეობა ამ პლანეტაზე. მაგრამ, და ეს არის კრიტიკული მაგრამ, ჩვენ ვერ ვიქნებით 100%-ით დარწმუნებულები. რატომ? იმიტომ რომ როგორც ჩვენ ნახეთ, თუ ასეთი ცივილიზაცია არსებობდა და გაქრა უფრო ადრე ვიდრე ვთქვათ 20 მილიონი წლის წინ, ჩვენ ალბათ ვერ ვიპოვიდით მას. თუ
თუნდაც ის არსებობდა. 2021 წელს, როდესაც გავინ შმიტმა და ადამ ფრანკმა გამოაქვეყნეს სილურიის ჰიპოთეზა, ისინი არ ამბობდნენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინა ცივილიზაცია არსებობდა. ისინი ამბობდნენ, ჩვენ არ ვიცით, როგორ ვიცნობდით მას თუ ის არსებობდა. ეს არის ძალიან განსხვავებული განცხადება და ეს მიგვიყვანს ფუნდამენტურ ფილოსოფიურ კითხვაზე. რა შეგვიძლია ვიცოდეთ წარსულის შესახებ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეცნიერება შეუძლია პასუხისგაცემა ნებისმიერ კითხვაზე წარსულის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ რაღაც მოხდა, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მტკიცებულება, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის სიმართლე. არსებობს ფუნდამენტური ლიმიტი იმისა, რაც შეგვიძლია ვიცოდეთ ძალიან შორეული წარსულის შესახებ. და ეს ლიმიტი არ არის ჩვენი ტექნოლოგიის ლიმიტი. ეს არის თავად რეალობის ლიმიტი. დავფიქრდეთ ამაზე ასე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ დეტექტივი. თქვენ იძიებთ დანაშაულს, რომელიც მოხდა გუშინ. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თითის ანაბეჭდები, დნმ, ვიდეო ჩანაწერები, მტკიცებულება არის ყველგან. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ დანაშაული მოხდა 100 წლის წინ. უფრო რთულია, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია. შეიძლება არსებობდეს დოკუმენტები, ფოტოები, მოწმეების ჩვენებები. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ დანაშაული მოხდა 10,000 წლის წინ. თითქმის შეუძლებელია. არ არის დოკუმენტები, არ არის მოწმეები. შესაძლოა მხოლოდ არქეოლოგიური მტკიცებულება, ძვლები, ხელსაწყოები, ნაგავი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ დანაშაული მოხდა 100 მილიონი წლის წინ და დანაშაული არის არაერთი მოვლენა, არამედ მთელი ცივილიზაციის არსებობა. რამდენი მტკიცებულება დარჩება? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რა იყო ეს ცივილიზაცია და რა გააკეთა მან. მოდით განვიხილოთ სამი სცენარი. სცენარი 1. პრიმიტიული ცივილიზაცია. წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, რომელიც მიაღწია დონეს, თქვათ, ძველი რომის ან ძველი ჩინეთის. ისინი ააშენეს ქალაქები ქვისგან და აგურისგან. ისინი გამოიყენეს ბრინჯაო და რკინა. ისინი ჰქონდათ წერა, ხელოვნება, ფილოსოფია, მაგრამ არა ორთქლის ძრავები, არა ელექტროენერგია. ასეთი ცივილიზაცია, თუ ის არსებობდა 50 მილიონი წლის წინ, დატოვებდა მინიმალურ კვალს. შესაძლოა მცირე ცვლილებები ნიადაგში იმ ადგილებში, სადაც იყო ინტენსიური სოფლის მეურნეობა. შესაძლოა მცირე კონცენტრაცია მძიმე მეტალების, მაგრამ ძალიან ადგილობრივი, ძალიან სუსტი. ალბათობა არ მოჩენის, თითქმის ნული. ჩვენ ვერ ვიპოვიდით ასეთ ცივილიზაციას, თუნდაც ის არსებობდა. სცენარი 2. ადრეული ინდუსტრიული ცივილიზაცია წარმოიდგინეთ. ცივილიზაცია, რომელიც მიაღწია დონეს მე-19 საუკუნის ევროპის, ორთქლის ძრავები, ქვანახშირის მოპოვება, რკინის მასიური წარმოება. მაგრამ არა ელექტროენერგია, არა ნავთობი, არა პლასტიკი. ასეთი ცივილიზაცია დატოვებდა ზომიერ კვალს. ნახშირბადის იზოტოპური ანომალია, მაგრამ სუსტი, რომელიც შეიძლება აღრეული იქნეს ბუნებრივ ვარიაციებთან. კონცენტრაცია მძიმე მეტალების, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში. ალბათობა არ მოჩენის, ძალიან დაბალი. ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ რაღაც თუ ვიცით სად ვეძებთ და რას ვეძებთ, მაგრამ ადვილი იქნებოდა გამოტოვება. სცენარი 3. მოწინავე ინდუსტრიული სლეში. ბირთვული ცივილიზაცია წარმოიდგინეთ. ცივილიზაცია ჩვენს დონეზე ან უფრო მაღალ. ელექტროენერგია, ნავთობი, პლასტიკი, ატომური ენერგია, შესაძლოა თუნდაც კოსმოსური ხომალდები. ასეთი ცივილიზაცია დატოვებდა ძლიერ კვალს. მრავალი ქიმიური ანომალია, რადიოაქტიური იზოტოპები, რომლებიც არ არსებობს ბუნებაში და თუ ისინი მიაღწიეს კოსმოსს, არტეფაქტები მთვარეზე ან მარსზე. ალბათობა აღმოჩენის, ზომიერი დედამიწაზე, მაღალი კოსმოსში. ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ ასეთი ცივილიზაცია, თუ ის არსებობდა ბოლო 30-40 მილიონი წლის განმავლობაში. აქ არის კრიტიკული დასკვნა. ჩვენი უნარი აღმოვაჩინოთ წინა ცივილიზაცია პირდაპირ დამოკიდებულია მათ ტექნოლოგიურ დონეზე და იმაზე, რამდენი ხნის წინ ისინი არსებობდნენ. თუ წინა ცივილიზაცია იყო პრიმიტიული, ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მას. თუ ისინი იყვნენ ადრეული ინდუსტრიული და არსებობდნენ უფრო ადრე ვიდრე 50 მილიონი წლის წინ, ჩვენ ალბათ ვერ ვიპოვით მას. თუ ისინი იყვნენ მოწინავე ინდუსტრიული და არსებობდნენ ბოლო 30 მილიონი წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მათი კვალი, თუ ეძებთ სწორ ადგილებში. მაგრამ აქ არის პრობლემა. ჩვენ ჯერ არ ვეძებთ. მოდით ვიყოთ გულწრფელები იმის შესახებ, რას აკეთებს მეცნიერება ამ მომენტში. 2025 წელს მთელ მსოფლიოში დაახლოებით 50 გეოლოგი აქტიურად ეძებს ანთროპოცენის, ჩვენი ეპოქის გეოლოგიურ ხელმოწერას. ისინი სწავლობენ, როგორ გამოჩნდება ჩვენი ცივილიზაცია გეოლოგიურ ჩანაწერში. მაგრამ რამდენი გეოლოგი აქტიურად ეძებს წინა ცივილიზაციების კვალს? პასუხი დაახლოებით 5. და ისინი არ ეძებენ სრულ განაკვეთზე. ეს არის გვერდითი პროექტი. რატომ ასე ცოტა? არა იმიტომ, რომ მეცნიერები არ არიან დაინტერესებულები.
არამედ იმიტომ, რომ 1. ფინანსირება, არავინ აფინანსებს პროექტს სათაურით ძებნა ჰიპოთეტური ძველი ცივილიზაციების, რომლებიც ალბათ არ არსებობდნენ. ეს ჟღერს როგორც ფანტასტიკა. 2. კარიერული რისკი. ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც ეძებს წინა ცივილიზაციებს, რისკავს, რომ არ იქნეს აღქმული სერიოზულად. 3. მეთოდოლოგიური სირთულე. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რას ვეძებთ, ჩვენ არ ვიცით სად ვეძებთ. ეს არის ძებნა ნემსის თივის ბუნაგში, როდესაც ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ნემსი საერთოდ არსებობს. მაგრამ, და ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვეძებოთ. რას შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ გავზარდოთ ჩვენი შანსები აღმოჩენის? 2024 წელს საერთაშორისო ჯგუფმა მეცნიერებისგან შექმნა დოკუმენტი სათაურით პროტოკოლი ძველი ტექნოლოგიური ცივილიზაციების ძებნისთვის. ეს არის პირველი სერიოზული მცდელობა, რომ შეიქმნა სისტემატური მიდგომა. მათი რეკომენდაციები. 1. პრიორიტეტული ადგილების იდენტიფიცირება. არა, ყველა ადგილი დედამიწაზე არის თანაბრად პერსპექტიული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ადგილებზე, სადაც გეოლოგიური სტაბილურობა, კრატონები, სწრაფი ნალექების დაგროვება, დელტები, ტბები, დაბალი მეტამორფოზი, ხელმისაწვდომობა ბურღვისთვის. ასეთი ადგილები მოიცავს ავსტრალიის ცენტრალურ აუზს, სამხრეთ აფრიკის კალაჰარის აუზს, ჩრდილოეთ ამერიკის ვილისტონის აუზს, ღრმა ტბებს, როგორიცაა ბაიკალი და ტანგანიკა. 2. მაღალი გარჩევადობის ანალიზი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ გეოლოგიური ნიმუშები უფრო მაღალი გარჩევადობით. ჩვეულებრივ გეოლოგები იღებენ ნიმუშებს ყოველ 10 მეტრში, მაგრამ თუ ცივილიზაციის ხელმოწერა არის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი, ჩვენ ვტოვებთ მას. ჩვენ უნდა ავიღოთ ნიმუშები ყოველ 10 სანტიმეტრში, ან თუნდაც ყოველ სანტიმეტრში, კრიტიკულ ინტერვალებში. 3. მრავალი მარკერის ერთდროული ძებნა. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ მხოლოდ ერთ მარკერს. ჩვენ უნდა ვეძებოთ კომბინაციას: ნახშირბადის იზოტოპური ანომალია, აზოტის იზოტოპური ანომალია, მძიმე მეტალების კონცენტრაცია, რადიოაქტიური იზოტოპები, პლასტიკის ნარჩენები, თუ ისინი შენარჩუნებულია, მიკროსკოპული არტეფაქტები. თუ ჩვენ ვიპოვით კომბინაციას ამ მარკერების ერთ ფენაში, ეს იქნება ძალიან ძლიერი მტკიცებულება. 4. კოსმოსური არქეოლოგია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მთვარის და მარსის ზედაპირის მაღალი გარჩევადობის სკანირება. თუ წინა ცივილიზაცია მიაღწია კოსმოსს, მათი არტეფაქტები იქ იქნებიან და ისინი იქნებიან გაცილებით უკეთ შენარჩუნებული ვიდრე დედამიწაზე. მაგრამ აქ არის ყველაზე ღრმა კითხვა. რატომ ეს მნიშვნელოვანია? რატომ უნდა ვეძებოთ წინა ცივილიზაციებს, რომლებიც ალბათ არ არსებობდნენ? პასუხი არ არის მხოლოდ ცნობის მოყვარეობა. პასუხი არის იმის შესახებ, რას ვსწავლობთ ჩვენს საკუთარ მომავალზე. დავფიქრდეთ ამაზე. თუ ჩვენ ვიპოვით მტკიცებულებას წინა ცივილიზაციის, ეს ნიშნავს, რომ ინტელექტი არ არის უნიკალური. ეს ნიშნავს, რომ ევოლუცია შეიძლება წარმოქმნას ტექნოლოგიურ ცივილიზაციებს არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულები. ჩვენ ვართ ნაწილი სიკვდილის გამოყენებული სისტემა. უთრებულები. ჩვენ ვართ ნაწილი ნიმუშის. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ცივილიზაციები შეიძლება გაქრნენ. რომ არსებობს რაღაც დიდი ფილტრი, რომელიც აჩერებს მათ. თუ ჩვენ არ ვიპოვით არაფერს, ეს შეიძლება ნიშნავდეს ორ რამეს. ვარიანტი 1. ჩვენ ვართ პირველები. ინტელექტი არის იშვიათი. ჩვენ ვართ განსაკუთრებულები. ეს არის ოპტიმისტური ინტერპრეტაცია. ეს ნიშნავს, რომ დიდი ფილტრი არის ჩვენს უკან, არა ჩვენს წინ. ვარიანტი 2. წინა ცივილიზაციები არსებობდნენ, მაგრამ ისინი არ გადარჩნენ საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში, რომ დატოვონ მდგრადი კვალი. ეს არის პესიმისტური ინტერპრეტაცია. ეს ნიშნავს, რომ დიდი ფილტრი არის ჩვენს წინ. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვსწავლობთ რაღაცას მნიშვნელოვანს. და აქ ჩვენ მივდივართ ამ მთელი ისტორიის ნამდვილ კულმინაციამდე. საკითხი არ არის მხოლოდ იმის შესახებ, რა დარჩება ჩვენგან 100 მილიონი წლის შემდეგ. საკითხი არის იმის შესახებ, რას ვაკეთებთ ჩვენ ახლა, ამ მომენტში, ამ ცოდნით. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა წაშლის ყველაფერს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქალაქები გაქრება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ძეგლები გადაიქცევა მტვრად. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი გზა, რომ დავტოვოთ მდგრადი კვალი, არის გავცელდეთ მიღმა დედამიწისა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით რაღაც უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ ცივილიზაციის ღირებულება არ არის იმაში, რა დარჩება მისგან. ცივილიზაციის ღირებულება არის იმაში, რას ქმნის ის, როდესაც არსებობს. დავფიქრდეთ ამაზე. წარმოიდგინეთ ორი ცივილიზაცია. ცივილიზაცია A არსებობს 1 მილიონი წელს. ის ავრცელებს სიცოცხლეს მთელ გალაქტიკაში. ის ქმნის უზარმაზარ სტრუქტურებს, რომლებიც შენარჩუნდებიან მილიარდობით წელს.
მაგრამ ამ ცივილიზაციაში ინდივიდუალური არსებები არიან უბედურები. ისინი ცხოვრობენ ტოტალიტარულ რეჟიმში. მათ არ აქვთ თავისუფლება, არ აქვთ შემოქმედება, არ აქვთ სიყვარული. ცივილიზაცია B არსებობს მხოლოდ 10,000 წელს. ის არასოდეს ტოვებს თავის პლანეტას. ის ქრება სრულიად, არ ტოვებს კვალს. მაგრამ ამ ცივილიზაციაში ინდივიდუალური არსებები არიან ბედნიერები. ისინი ქმნიან ხელოვნებას, მუსიკას, ლიტერატურას. ისინი უყვართ ერთმანეთი. ისინი ცხოვრობენ სრულყოფილ ცხოვრებას. რომელი ცივილიზაცია არის უფრო ღირებული? ეს არის ფილოსოფიური კითხვა, რომელზეც არ არსებობს ობიექტური პასუხი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უმეტესი ადამიანები აირჩევდნენ ცივილიზაცია B-ს. იმიტომ რომ ღირებულება არ არის მხოლოდ ხანგრძლივობაში. ღირებულება არის ხარისხში. და ეს მიგვიყვანს ბოლო, ყველაზე პირად კითხვაზე. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, როგორც ინდივიდებისთვის? ჩვენ თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ დაახლოებით 90 წელს. ეს არის არაფერი გეოლოგიურ მასშტაბში. ეს არის 0,00002% დედამიწის ისტორიის. როდესაც ჩვენ გვდებით, ჩვენი სხეულები დაიშლება. ჩვენი ძვლები გახდება მტვერი. ჩვენი დნმ განადგურდება. 100 წლის შემდეგ ალბათ არავინ გაიხსენებს ჩვენს სახელს. 1000 წლის შემდეგ დეგ დარწმუნებით არავინ გაიხსენებს. 100 მილიონი წლის შემდეგ არანაირი კვალი არ დარჩება იმისა, რომ ჩვენ ოდესმე არსებობდით. მაშ რატომ ცხოვრობთ? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებას? პასუხი არ არის იმაში, რა დარჩება ჩვენგან. პასუხი არის იმაში, რას ვაკეთებთ ჩვენ ახლა. ჩვენ ვქმნით ხელოვნებას, რომელიც არ შენარჩუნდება. ჩვენ ვწერთ მუსიკას, რომელიც დაივიწყება. ჩვენ ვუყვართ ადამიანებს, რომლებიც მოკვდებიან. ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს, რომლებიც გაქრება. და ეს არის კარგი, იმიტომ რომ ღირებულება არ არის მარადიულობაში. ღირებულება არის ამ მომენტში. მოდით დაუბრუნდეთ იქიდან, სადაც დავიწყეთ, სამეცნიერო გულწრფელობას. რას ვიცით დარწმუნებით? ჩვენი ცივილიზაცია დატოვებს კვალს. არა მარადიულს, მაგრამ აღმოჩენაც, თუ ვინმე ეძებს სწორ დროს და სწორ ადგილას. ეს კვალი იქნება ქიმიური ანომალიები გეოლოგიურ ჩანაწერში, რადიოაქტიური იზოტოპები კონკრეტულ ფენებში, არტეფაქტები მთვარეზე და მარსზე. რას არ ვიცით? არსებობდა თუ არა წინა ცივილიზაცია? ალბათ არა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით 100% დარწმუნებულები. რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძებნა. არა იმიტომ, რომ ჩვენ ველით რომ ვიპოვით რაღაცას, არამედ იმიტომ, რომ ძებნის თავად პროცესი გვასწავლის რაღაცას მნიშვნელოვანს. ის გვასწავლის ჩვენი ადგილის შესახებ დროში. ის გვასწავლის ჩვენი ფრაგილურობის შესახებ. ის გვასწავლის იმის შესახებ, რა ნამდვილად მნიშვნელოვანია. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის გვახსენებს, რომ ჩვენ არ ვართ მარადიულები, რომ ჩვენი დრო შეზღუდულია, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ერთ დღეს გაქრება. მაგრამ ეს არ ხდის მას უაზროს. პირიქით, ეს ხდის მას უფრო ღირებულს. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დრო შეზღუდულია, ჩვენ ვსწავლობთ ფასის დაფასებას ყოველი მომენტის. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქალაქები გაქრება, ჩვენ ვსწავლობთ სიამოვნებას მათი სილამაზით ახლა. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სიყვარული არ არის მარადიული, ჩვენ ვსწავლობთ უფრო ღრმად სიყვარულს. ეს არის ნამდვილი გაკვეთილი. არა იმის შესახებ, რა დარჩება ჩვენგან 100 მილიონი წლის შემდეგ, არამედ იმის შესახებ, როგორ ცხოვრობთ ჩვენ ახლა, ამ მომენტში, ამ ცოდნით. მაგრამ ეს არ არის ბოლო ისტორიის. იმიტომ რომ ჯერ კიდევ რჩება ერთი კითხვა, ყველაზე ღრმა კითხვა. თუ ყველაფერი ქრება, თუ არაფერი არ რჩება, რა არის აზრი? ეს არის კითხვა, რომელიც სცილდება მეცხვა, რომელიც სცილდება მეცნიერებას. ეს არის ფილოსოფიური კითხვა, ეგზისტენციალური კითხვა. და პასუხი შეიძლება გაგაკვიროთ. იმიტომ რომ შესაძლოა აზრი არ არის იმაში, რა დარჩება. შესაძლოა აზრი არის იმაში, რაც ხდება. შესაძლოა სამყარო არ არის მანქანა, რომელიც ინახავს ინფორმაციას. შესაძლოა სამყარო არის პროცესი, რომელიც ქმნის გამოცდილებას. და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი ცივილიზაცია, ყველაფერი რაც ჩვენ შევქმენით, ყველაფერი რაც ჩვენ განვიცადეთ, არ არის უაზრო, თუნდაც ის არ შენარჩუნდეს. იმიტომ რომ ის მოხდა. და ის რაც მოხდა, არის ნაწილი სამყაროს ისტორიის, თუნდაც არავინ გაიხსენოს მას. მაგრამ ეს არის ფილოსოფია. და ფილოსოფია მოითხოვს უფრო ღრმა ანალიზს. ანალიზს იმისა, რას ნიშნავს არსებობა, რას ნიშნავს აზრი, რას ნიშნავს ღირებულება. და ეს არის ის, რაც რჩება ბოლო თავისთვის. არსებობს ერთი იდეა ფიზიკაში, რომელიც იცვლის ყველაფერს იმის შესახებ, თუ როგორ ვფიქრობთ დროზე და არსებობაზე. ეს იდეა ეწოდება ბლოკ სამყარო. წარმოიდგინეთ, რომ მთელი დრო, წარსული, აწმყო, მომავალი არსებობს ერთდროულად.
არა როგორც მინდევრობა, არამედ როგორც ერთი უზარმაზარი სტრუქტურა. როგორც წიგნი, სადაც ყველა გვერდი არსებობს ერთდროულად, თუმცა ჩვენ კითხულობთ მას გვერდ-გვერდ. ამ პერსპექტივიდან ნიუ-იორკი, რომელიც არსებობს ახლა და ნიუ-იორკი, რომელიც გაქრება 10,000 წლის შემდეგ და ის ადგილი, სადაც იყო ნიუ-იორკი 100 მილიონი წლის შემდეგ, ყველა ეს მომენტი არსებობს ერთდროულად სივრცე-დროის სტრუქტურაში. 2005 წელს ფიზიკოსმა ბრაიან გრინმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან აღწერა ეს იდეა თავის წიგნში ქსოვილი კოსმოსის. ის წერდა: თუ ფიზიკის კანონები არ აკეთებენ განსხვავებას წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის, მაშინ შესაძლოა ეს განსხვავება არის მხოლოდ ილუზია, თვისება არა სამყაროს, არამედ ჩვენი აღქმის. დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს. თუ ბლოკ სამყარო სწორია, მაშინ Empire State Building-ი არ გაქრება მომავალში. ის უბრალოდ არსებობს ერთ ადგილას, სივრცე-დროში, 21 საუკუნეში და არ არსებობს სხვა ადგილას, 100 მილიონი წლის შემდეგ. ისევე როგორც თქვენ არსებობთ აქ, ამ ქალაქში და არ არსებობთ სხვა ქალაქში. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გაქრებით. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ აქ, არა იქ. ამ პერსპექტივიდან კითხვა, რა დარჩება ჩვენგან, ხდება უაზრო. იმიტომ რომ ჩვენ არ უქრებით. ჩვენ უბრალოდ ვარსებობთ ერთ კონკრეტულ რეგიონში სივრცე-დროის. და ეს არსებობა არის მარადიული, არა იმ გაგებით, რომ ის გრძელდება უსასრულოდ, არამედ იმ გაგებით, რომ ის არის ნაწილი სამყაროს სტრუქტურის, რომელიც არ იცვლება. მაგრამ აქ არის პარადოქსი. თუ ეს ასეა, თუ ყველაფერი უკვე არსებობს სივრცე-დროის სტრუქტურაში, მაშინ რატომ გგრძნობა, რომ დრო მიედინება? რატომ გგრძნობა, რომ წარსული გავიდა და მომავალი ჯერ არ მოსულა? პასუხი შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ჩვენ, როგორც ცნობიერი არსებები, ცხოვრობთ არა მთელ სივრცე-დროში, არამედ მხოლოდ ერთ ნაჭერში მისი. ჩვენი ცნობიერება მოძრაობს გასწვრივ დროის განზომილების, ისევე როგორც ჩვენი სხეული მოძრაობს გასწვრივ სივრცის განზომილების. და ეს მოძრაობა ქმნის ილუზიას ცვლილების, ილუზიას, რომ რაღაც ხდება. მაგრამ შესაძლოა ეს არ არის ილუზია. შესაძლოა ეს არის ყველაზე რეალური რამ. მოდით ვიყოთ გულწრფელები იმის შესახებ, რამდენი ბევრი არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით რა არის დრო. ჩვენ გზომავთ მას. ჩვენ ვიტენებთ მას განტოლებებში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს დრო. ატომ არსებობს დრო. რატომ არსებობს განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის. რატომ ვერ ვბრუნდებით უკან დროში, როგორც ვბრუნდებით უკან სივრცეში. ფიზიკის ფუნდამენტური კანონები, კვანტური მექანიკა, ზოგადი ფარდობითობა არ აკეთებენ განსხვავებას წარსულსა და მომავალს შორის. მათი განტოლებები მუშაობენ ორივე მიმართულებით. მაგრამ ჩვენი გამოცდილება აკეთებს ამ განსხვავებას. ჩვენ ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ არა მომავალს. ჩვენ ხედავთ, როგორ იშლება ჭიქა, მაგრამ არასოდეს ვხედავთ, როგორ თავისთავად იკრიბება ის უკან. რატომ? ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს თეორიები, ენტროპია, თერმოდინამიკის მეორე კანონი, მაგრამ ეს თეორიები არ ხსნიან, რატომ დრო აქვს მიმართულება. ჩვენ არ ვიცით, რა არის ცნობიერება. ჩვენ ვიცით, რომ ის დაკავშირებულია ტვინთან. ჩვენ ვიცით, რომ ნეირონები ანთებენ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ ფიზიკური პროცესები ქმნიან სუბიექტურ გამოცდილებას. როგორ ხდება, რომ ელექტრული იმპულსები ნეირონებში ხდებიან შეგრძნება წითელი ფერის, ან გემოქავის, ან გრძნობა სიყვარულის. ეს არის რთული პრობლემა ცნობიერების და ჩვენ არ გვაქვს პასუხი. ჩვენ არ ვიცით, თუნდაც სად უნდა ვეძებოთ პასუხი. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაიმე, რატომ არსებობს სამყარო, რატომ არსებობს ფიზიკის კანონები, რატომ არსებობს სივრცე, დრო, არსებობს სივრცე, დრო, მატერია, ენერგია. ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი უწოდებდა ამას ყველაზე ფუნდამენტურ კითხვას მეტაფიზიკაში. რატომ არის რაღაც და არა არაფერი? ჩვენ არ გვაქვს პასუხი. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, იმიტომ რომ ფიზიკის კანონები მოითხოვენ მას. მაგრამ ეს მხოლოდ გადადებს კითხვას, რატომ არსებობს ეს კანონები? ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა აზრი, არის თუ არა რაიმე მიზანი სამყაროში, არის თუ არა რაიმე მიზეზი, რატომ ჩვენ არსებობთ. მეცნიერება არ შეუძლია პასუხისგაცემა ამ კითხვაზე. მეცნიერება შეუძლია გითხრას, როგორ მუშაობს სამყარო, მაგრამ არა რატომ. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ კითხვა თავად არის უაზრო, რომ აზრი არის კონცეფცია, რომელიც ვრცელდება მხოლოდ ადამიანის გონებაში, არა სამყაროში, მაგრამ ეს არ აჩერებს ჩვენ კითხვაში. ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა ჩვენ მარტო. არსებობს თუ არა სხვა ინტელექტუალური სიცოცხლე სამყაროში. არსებობს თუ არა სხვა ცივილიზაციები. ჩვენ ვეძებთ 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩვენ უსმენთ რადიოსიგნალებს, ჩვენ ვსწავლობთ ეგზოპლანეტებს, ჩვენ ვეძებთ ბიოსიგნატურებს და ჩვენ არაფერი ვიპოვეთ.
ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენ ვართ მარტო, ან ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სხვა ცივილიზაციები არიან ძალიან შორს. ან ძალიან განსხვავებულები, რომ ვიცნოთ ისინი. ან ისინი არსებობდნენ და გაქრნენ. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ჩვენთან. გადარჩებით თუ არა ჩვენ, როგორც სახეობა. გავრცელდებით თუ არა ჩვენ galaktikაში. გავხდებით თუ არა ჩვენ ცივილიზაცია, რომელიც არსებობს მილიონობით წელს. ან გავქრებით თუ არა ჩვენ მომდევნო საუკუნეში, კლიმატის კატასტროფის, ბირთვული ომის, ხელოვნური ინტელექტის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მოდელები, მაგრამ მომავალი არის ფუნდამენტურად გაურკვეველი. და შესაძლოა ეს არის კარგი. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, თუ ჩვენ ვიცოდით რა არის დრო, რა არის ცნობიერება, რატომ არსებობს სამყარო, ვართ თუ არა ჩვენ მარტო, რა მოხდება ჩვენთან, მაშინ რა დარჩებოდა? რა დარჩებოდა აღმოსაჩენად? რა დარჩებოდა საფიქრალად? რა დარჩებოდა საცხოვრებლად? შესაძლოა საიდუმლო არის არა ხარვეზი სამყაროში. შესაძლოა საიდუმლო არის თვისება სამყაროს. შესაძლოა სამყარო არის არა პასუხი, არამედ კითხვა. და ჩვენ ვართ ნაწილი ამ კითხვის. მაგრამ ახლა მოდით დაუბრუნდეთ სახლში. დაუბრუნდეთ დედამიწას. დაუბრუნდეთ ამ პლანეტას, რომელიც წაშლის ყველაფერს. დაუბრუნდეთ ამ მომენტს, ამ წუთს, ამ წამს. თქვენ ზიხართ ახლა, ამ მომენტში, სადღაც. შესაძლოა სახლში, შესაძლოა მატარებელში, შესაძლოა ქუჩაში. თქვენ ისმენთ ამ სიტყვებს, თქვენი ტვინი ამუშავებს მათ. თქვენი ნეირონები ანთებენ, თქვენი გული ცემს. ამ მომენტში თქვენი სხეული შედგება დაახლოებით 7 ოქტილიონი ატომისგან. ეს არის 7, რასაც მოსდევს 27 0. ეს ატომები არ არიან თქვენი. ისინი არ დაიბადნენ თქვენთან ერთად. ისინი არსებობდნენ მილიარდობით წლის წინ, სანამ დედამიწა არსებობდა. ზოგიერთი ამ ატომებიდან ჩამოყალიბდა ვარსკვლავებში, რომლებიც აფეთქდნენ მილიარდობით წლის წინ. ზოგიერთი იყო ნაწილი დინოზავრების, ზოგიერთი იყო ნაწილი ძველი ოკეანეების. ახლა ისინი არიან თქვენში. ისინი ქმნიან თქვენს სხეულს, თქვენს ტვინს, თქვენს გულს. მაგრამ ისინი არ დარჩებიან. რამდენიმე თვეში უმეტესი ამ ატომებიდან შეიცვლება. ისინი გავა თქვენი სხეულიდან და შეიცვლება ახალი ატომებით. თქვენ არ ხართ სტატიკური ობიექტი. თქვენ ხართ პროცესი, ნაკადი, ნიმუში, რომელიც ინარჩუნებს თავის ფორმას, მაგრამ მუდმივად ცვლის თავის მასალას. ისევე როგორც მდინარე. მდინარე არის არა წყალი, წყალი მუდმივად იცვლება. მდინარე არის ფორმა, რომელსაც იღებს წყალი, როდესაც ის მიედინება. თქვენ ხართ ფორმა, რომელსაც იღებენ ატომები, როდესაც ისინი მიედინებიან გასწვრივ დროის. და ეს ფორმა, ეს ნიმუში, არის ის, რაც თქვენ ხართ. არა ატომები, არა მოლეკულები, არა უჯრედები, არამედ ნიმუში, ორგანიზაცია, სტრუქტურა. და ეს სტრუქტურა ქმნის რაღაც უნიკალურს, ცნობიერებას. გახსოვთ როგორ დავიწყეთ? ნიუ-იორკი, 30 მილიონი ადამიანი, ცათამჯენები, მეტროს ტუნელები, ელექტროენერგიის ქსელი. და შემდეგ ჩვენ გადავახვიეთ დრო წინ, 100 მილიონი წლით. ჩვენ ნახეთ როგორ ქრება ყველაფერი, როგორ იშლება ცათამჯენები, როგორ ჟანგავს ფოლადი, როგორ წაშლის ეროზია ყველაფერს. ჩვენ ნახეთ, რომ 100 მილიონი წლის შემდეგ თითქმის არაფერი არ დარჩება. შესაძლოა თხელი ფენა რადიოაქტიური იზოტოპებით. შესაძლოა ქიმიური ანომალია, რომელიც ძალიან სუსტია, რომ აღმოჩენილ იქნეს. და ჩვენ დავასკვენით, რა აზრი აქვს ყველაფერს თუ ის ასე სწრაფად ქრება. მაგრამ ახლა ამ ბოლოს მოდით დაუბრუნდეთ იმ სურათს სხვა პერსპექტივით. წარმოიდგინეთ ნიუ-იორკი ახლა. არა როგორც ობიექტი, რომელიც გაქრება, არამედ როგორც მოვლენა, რომელიც ხდება. ამ მომენტში ამ ქალაქში ხდება რაღაც საოცარი. 30 მილიონი ცნობიერი არსება ცხოვრობს თავის ცხოვრებას. ისინი უყვართ, ისინი ქმნიან, ისინი ფიქრობენ, ისინი გრძნობენ. ბავშვი სწავლობს სიარულს, ხატვარი ხატავს სურათს. მეცნიერი აღმოაჩენს რაღაც ახალს. წყვილი ეხვევა ერთმანეთს პირველად. ყველა ეს მომენტი, ყველა ეს გამოცდილება ხდება ახლა. და თუ ბლოკ სამყარო სწორია, მაშინ ეს მომენტები არ გაქრება. ისინი არსებობენ მარადიულად სივრცე დროის სტრუქტურაში. ის ბავშვი, რომელიც სწავლობს სიარულს 21 საუკუნეში, ყოველთვის იქნება იქ, ამ მომენტში, ამ ადგილას, სივრცე დროში. ის მხატვარი, რომელიც ხატავს სურათს, ყოველთვის იქნება იქ. ის წყვილი, რომელიც ეხვევა ერთმანეთს, ყოველთვის იქნება იქ. არა როგორც მეხსიერება, არა როგორც ჩანაწერი, არამედ როგორც რეალობა. იმიტომ რომ ის მოხდა. და ის, რაც მოხდა, არის ნაწილი სამყაროს. დიახ, ნიუ-იორკი გაქრება. დიახ, ცათამჯენები გადაიქცევა მტვრად.
დიახ, 100 მილიონი წლის შემდეგ თითქმის არაფერი არ დარჩება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უაზროა. იმიტომ რომ აზრი არ არის იმაში, რა დარჩება. აზრი არის იმაში, რაც ხდება. თქვენ, რომელიც კითხულობთ ამ სიტყვებს ახლა, თქვენ არ ხართ მარადიული. თქვენი სხეული დაიშლება. თქვენი ატომები გაიფანტება. 100 წლის შემდეგ ალბათ არავინ გაიხსენებს თქვენს სახელს. მაგრამ ამ მომენტში თქვენ არსებობთ. თქვენ ფიქრობთ, თქვენ გრძნობთ, თქვენ ცხოვრობთ, თქვენ ცხოვრობთ. და ეს არსებობა, ეს გამოცდილება არის ყველაზე რეალური რამ სამყაროში. უფრო რეალური ვიდრე ქანები, რომლებიც გადარჩება მილიარდობით წელს. იმიტომ რომ ქანები არ გრძნობენ, ქანები არ ფიქრობენ, ქანები არ ცხოვრობენ, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ. და მხოლოდ შესაძლოა, სამყაროს მთელი აზრი არის სწორედ ეს. არა ის, რაც რჩება, არამედ ის, რაც ხდება. არა სტრუქტურები, რომლებიც გადარჩება, არამედ გამოცდილებები, რომლებიც ხდება. შესაძლოა სამყარო არ არის მანქანა, რომელიც ინახავს ინფორმაციას. შესაძლოა სამყარო არის პროცესი, რომელიც ქმნის ცნობიერებას. და თუ ეს ასეა, მაშინ თქვენი ცხოვრება, თქვენი გამოცდილება არის არაუმნიშვნელო ეპიზოდი, რომელიც გაქრება. ეს არის ნაწილი იმისა, რისთვისაც არსებობს სამყარო. ასე რომ ცხოვრეთ, არა იმიტომ, რომ რაღაც დარჩება თქვენგან, არამედ იმიტომ, რომ ეს მომენტი, ეს ერთადერთი მომენტი, რომელიც თქვენ გაქვთ, არის